მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 9:30 და ტელეკომპანია თანამგზავრის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს თოქ-შოუ დიალოგი ნატო მეგუთმნიშვილთან ერთად. ჩვენ თელაველები, თელავი ჩემი ქალაქია. ამ და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გაერთიანებების და კავშირების დაფუძნების მიზეზად თელავის სიყვარულს ასახელებენ ხოლმე. როგორც მათი აგრეთვე რიგითი თელაველების სურვილია, რომ ნაკლები პრობლემები და მეტი სიყვარული იყოს ქალაქში, რომელიც ყველას გვიყვარს. მას ასე, როგორ აისახება საქართველოში არსებული მძიმე სოციალური პოლიტიკა საქართველოს რეგიონებზე და თვითმმართველ ქალაქ თელავზე. დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ გადაცემის სტუმრებთან ერთად, თუმცა დიალოგში დღეს მონაწილეობას ჩვენი მოპარიჟების მიუხედავად არ მიიღებენ თვითმმართველი ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და მისი მოადგილეები, როგორც მათ განაცხადეს, დაკავებულები არიან. ჩემი როგორც დიალოგის წამყვანი სურვილი კი ის არის, რომ ზოგადად თანამდებობის პირები გადაცემებში მოდიოდნენ არა მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში სამუშაოდ, არამედ სწორედ ასეთ ღია დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენს გადაცემაში კი მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაცია თელავი ჩემი ქალაქია დამფუძნებელი ქალბატონი თამარ ლაზარიაშვილი, სოციალური გაერთიანება ჩვენ თელაველების დამფუძნებელი გიორგი მოსიაშვილი, რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდება ამავე გაერთიანების წარმომადგენელი ცნობილი ექიმი ინფექციონისტი შოთა რაინაული, აგრეთვე ჩვენი სტუმრები არიან ახალგაზრდული ტალღის ხელმძღვანელი ნოდარ ეჟიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პოეტი ნინო გოგიაშვილი, დარბაზში გვესწრებიან თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, თელავის მშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეები. ყველას დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ტრადიციულ ფორმატში ტრადიციულ რეჟიმში მუშაობ და გადაცემის მსვლელობის დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 23 28 95. წლების განმავლობაში ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ ჩვენი ქალაქის განვითარებას, ზოგი თulis რომ განვითარება მიდის წინსულისკენ, პროგრესისკენ, ზოგი რეგრესისკენ. ჩვენ ყველა პრობლემაზე ვისაუბრებთ, თუმცა თავდაპირველად პოზიტივზე გავამახვილოთ ყურადღება, რა შეიცვალა იმ პერიოდში, რაც გვახსოვს თელავი უკეთესობისკენ, თუ თვლით რომ მივდივართ რეგრესისკენ და არაფერი შეცვლილა. ქალბატონ თამარ. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. რა თქმა უნდა, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად ვისაც აქვს ურთიერთობა ქალაქის მერიასთან და ზოგადად დღევანდელ ხელისუფლებასთან, ხო, მიხვდება, რომ არის ნამდვილად პროგრესი და არის წინსვლა. მე პირადად ახლა ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის თანამშრომლობთ მერიასთან და ვისაც აქვს ურთიერთობა მერიასთან უშუალოდ, ჩვენ ვიგებთ, რომ ფაქტიურად ბევრი რამ კეთდება, მაგრამ უბრალოდ საზოგადოება არის ძალიან ისეთი პოზიტიური, ძალიან ისეა, რომ საერთოდ არ უნდათ რომ მიიღონ მონაწილეობა აი ამ განვითარებაში და თვითონაც ინერტულია უბრალოდ საზოგადოება და თვითონ არ არიან ჩართულები აი ამ საქმიანობაში. ძალიან კარგია, როდესაც თუ კი პირადად ადამიანი ხვდება, რომ რაღაცა უკაცრავად რაღაც სჭირდება, უკაცრავად თვითონ და ჭირდება აგრეთვე მეზობელს და ხედავს რომ თავის ქუჩაზე რაღაც არ არის კარგად რაღაცა, აუცილებელია რომ მიმართოს ქალაქის მერიას, იმიტომ რომ ის არის ამომრჩეველი და თვითონ ამოირჩია დაუშვათ ის ქალაქის მერი იქნება, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იქნება თუ დეპუტატი იქნება და მართოს მას და მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში თანამშრომლობის შემთხვევაში აუცილებლად იქნება პროგრესი. ნინო, არის თელავი ისეთი ქალაქი, როგორიც გვინდა რომ იყოს და რა შეიცვალა მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც გვახსოვს ჩვენ ეს ქალაქი? პირველ რიგში მოგესალმებით ნატო, ძალიან მიხარია რომ ისე მიხდება სტუდიაში ყოფნა, ამ წლებში ვართ, ძველი კოლეგები ვართ და შენს გვერდით ჩდომა. ნუ თემა არის ძალიან კარგი, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ყველა თელაველისთვის და მკითხე ესე იგი არის თუ არა ისეთი, როგორიც გვინდა იყოს. და რა ცვლილებებია პოზიტივისკენ და არის ისეთი ცვლილებები? იცი, ცხადია თელავი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა იყოს. მე მას თავისუფლად ვიტყვით, თავისუფლად შემიძლია თქვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თელავი უფრო ნაკლებად გვიყვარს. პირიქით, გვიყვარს უფრო მეტად და უფრო მეტად ვზრუნავთ და მე ყოველთვის ვფიქრობ ამას, რომ მოდი თავი დავანებოთ ხოლმე ესეთ პათეტიკურ გამონათქვამებს, რომ ისეთ ამ ქალაქში არაფერი არ ხდება, ამ ქალაქში ყველაფერი ცუდად ხდება. თელავი ჩიხია, თელავი ჭაობია, სტაგნაცია.
კი, ვეთანხმები, არის აქ სტაგნაცია ნამდვილად. ძალიან რთულია, მით უმეტეს თუ საზღვარგარეთ ხარ გასული რაღაც პერიოდის განმავლობაში ბრუნდები ისევ თელავში. მე ერთი წლით ცხოვრობდი ვენეციაში პოსტსადოქტორო კვლევას ვაწარმოებდი უნივერსიტეტში. უფრო კარგად ხვდები, რომ ძალიან ბევრი რამე გაჩერებულია. ნამდვილად კი ეს ასე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თელავს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. უსაზღროდ დიდი პოტენციალი, გეოგრაფიული, მენტალური. თელავი ყოველთვის იყო ქალაქი, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო სატახტო ქალაქი, მას აქვს ძალიან დიდი ისტორია. აქ იყო ყოველთვის არსებობდა ეს თელავური მენტალიტეტი, ქალაქური სული, რომელიც ნამდვილად განსხვავდება რომელიღაცა ადგილებისგან. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს თანდათან იკარგება. და ვფიქრობ, აი ამ ყველაფრის საშველი არის განათლება. განათლება და განათლება. ეკონომიკა, ეკონომიური წინსვლა დაფუძნებული აუცილებლად განათლებაზე, რომელიც უნდა დავიწყოთ აუცილებლად ჩვენი საუნივერსიტეტო ცვლილებებით და პროგრესით. ჩვენ უკვე სიპი ვართ, მოგეხსენებათ, მე როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენელი მაინც იქითკენ მივდივარ და იქითკენ გადავდივარ და ყველა დამეთანხმება მე მგონი რომ მაინც განათლებაზე უნდა იყოს დაფუძნებული ეს ყველაფერი. იგივე ეკონომიკას, თორე სხვანაირად არაფერი არ გამოგვივა. რაღაცნაირად მეტი თანხები უნდა ჩაიდოს იმისთვის, რომ განხორციელდეს კვლევები, აღიჭუროს ლაბორატორიები, შესაბამისად იყოს რაღაცა პრიორიტეტული მიმართულებები, თუნდაც სოფლის მეურნეობის, თუნდაც მეღვინეობის, ხო? გასაგებია, რომ ჩვენ გვაქვს ტრადიციები, მაგრამ ეს ტრადიციები აუცილებლად უნდა იყოს შეჯვარებული ახალ სწავლულთან. ჩვენ პრობლემებზე შევჩერდებით, მანამდე ზოგადი შეფასებები გავაკეთოთ. ნოდა, როგორ თვლით, პროგრესისკენ მიდის თელავის განვითარება თუ ფიქრობთ, რომ სტაგნაციაა ქალაქში? პირველ რიგში მოგესალმებით სტუდიის სტუმრებს, ჩვენ ტელემაყურებლებს და მე პირველ რიგში სანამ პრობლემებზე გადავალ, მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოხატო იმის შესახებ, რადგან თქვენ გადაცემა დაიწყეთ. მერები, გამგებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნები მხოლოდ არჩევნებზე პირდებიან ამორჩეველს, გახსნილობას და ასე ვთქვათ, ყველაფერის პასუხის გაცემას. და სამწუხაროდ წინა ხელისუფლებაც, ეხლანდელი ხელისუფლებაც და სავარაუდოდ ალბათ მომავალიც, როდესაც ვეძახით სტუდიაში, აი მე რამდენი გადაცემაა, აქ ვერ ხედავთ. როდესაც თვითონ იჯდნენ და აუხსნან მოქალაქეებს ღიად დაელაპარაკო რა უჭირს ქალაქს. სამწუხაროდ პირველი პრობლემა ეს არის. ისინი ზოგადად მოდიან ხოლმე, თუმცა იმ დროს, როდესაც მარტოს ხედან სტუდიაში და მონოლოგის რეჟიმში საუბრობენ და როდესაც მოსახლეობას, თუმცა როგორც წესი, ჩემდა სამწუხაროდ ისინი ხშირად გაურბიან, ხშირად კი არა, ყოველთვის გაურბიან დებატებს და ასე დღეა საჯარო დისკუსიებს. კი, ეს არის ზოგადად სამწუხარო ტენდენცია. რაც შეეხება თელავის დღევანდელ მდგომარეობას, რა შეიცვალა წინადადთან შედარებით. რეალურ ფაქტებიდან ამოვიდეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჩატარდა დღეს, ანუ ახალი მთავრობის პირობებში თელავში, რა თქმა უნდა, წინა მთავრობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვერ შეედრება, იმიტომ რომ მაშინ 100 მილიონი იყო გამოყოფილი სოფლიო ბანკიდან და მთლიანი თელავის ნახევარი თელავის რეაბილიტაცია მოხდა და რაც არ უნდა ვთქვათ, მაშინ უფრო მეტი გაკეტა. თუმცა საკმაოდ დიდი ზიანიც მიადგა ქალაქს. დღეს თელავის პოტენციალზე საუბრობდა ქალბატონი ნინო და მე დავეთანხმები, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს თელავს. არა მხოლოდ საუნივერსიტეტო ქალაქის თვალსაზრისით, ასევე ტურისტული, თქვათ კულტურული ქალაქის თვალსაზრისით, თუმცა სამწუხაროდ თელავში რისთვისაც ტურისტი უნდა ჩამოვიდეს, აგერ ყველაზე დიდი სანახავი არის ჭადარი, რომელიც დღეს ცუდ მდგომარეობაში და რეაბილიტაციას და თქვათ დახმარებას საჭიროებს გადარჩენა საჭირო და მეორე ერეკლემების სახლ-მუზეუმი და ჩვენ გქონდა ერეკლემების სახლ-მუზეუმის უკან თქვათ საგამოფენო დარბაზი, სადაც საკმაოდ ძვირადღირებული ნაშრომები ინახებოდა და დღეს ორივე არის ცუდ მდგომარეობაში და დღეს თელავში რისთვის უნდა ჩამოვიდეს ტურისტი, მე თვითონ უბრალოდ არ ვიცი რის სანახავად. აი ეს არის თავარი, ამაზე უნდა იზრუნოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რომ პირველ რიგში აღდგეს ის ინფრასტრუქტურული ჩატარდეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც დღეს თელავს ჭირდება რომ მოვიზიდოთ, თქვათ ის ტურისტები და განვავითაროთ პოტენციალი. ასევე რაც შეეხება პრობლემებს, ძალიან ბევრი ქუჩა მაგალითად დღეს აი სპეციალურად ჩემ მეგობრებთან ერთად შემოვიარე თელავი, რომ გადამეხედა რა პრობლემები იყო. ძალიან ბევრი ქუჩა თელავის გარეთ, გარე უბნებში არის გასაკეთებელი. ისეთი გაუსაძლისი ადგილებია, სადაც მაგალითად რკინიგზის სადგური მოგხსენება თელავის, სადაც არის შესასვლელში ვერ შეყვალთ, საერთოდ თლიანი გზა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. აი ესეთ დეტალებს უნდა დავაკვირდეთ ჩვენ, იმიტომ რომ მხოლოდ ცენტრის გაკეთება არაფერ კარგს არ წაგვარგებს. ბიუჯეტი ადგილობრივი თვითმმართველობის უნდა განაწილდეს
სოციალურად უნდა იყოს ორიენტირებული სოციალურ პრობლემებზე. თუნდაც იმიტომ რომ დღეს ყველამ ვიცით ძალიან ბევრ ადამიანს თელავში თელავის გარდაც მოიხსნეს სოციალური დაუცველი სტატუსი, ხალხი არის საკმაოდ გაჭირვებული, ეს გლობალური პოლიტიკაა და ამ ხალხს ჭირდება სოციალური დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ერთჯერადი დახმარება იქნება ის ქუჩის გაკეთება იქნება თუ რაღაც. აქედან გამომდინარე ჩვენ შედარებით თუ გავაკეთებთ წინას და ახალს აღარ აქვს ჩემს მნიშვნელობა დღევანდელი ხელისუფლება უნდა იყოს დღევანდელი სიტუაციაზე პასუხისმგებელი და დღეს მე ვფიქრობ არის პრობლემები, არის პოზიტივიც. ალბათ თანდათან საუბარში პოზიტივზე ყველა პრობლემაზე შევჩერდებით რაც ხალხს აკაცრავად მე სხვა თემაზე გადავალთ ალბათ და აი ნოდარის თემა მინდა განვავრცო როგორც პრიორიტეტი ნამდვილად აუცილებლად უნდა გამოყო ტურიზმი. აი თელავი არის ძალიან კარგი ქალაქი არა მარტო გარე ტურიზმისთვის, არამედ შიდა ტურიზმისთვის. მე ძალიან ხშირად ვიცი, თუნდაც იგივე თბილისში მაცხოვრებლებისთვის, ვინც თქვა სასრეალოდ არ წავა ბაკურიანში, ხო? მაშინვე წამოდი წავიდეთ თელავში, მით უმეტეს რომ თელავის გზა გომბორის მიმართულებით უკვე გაკეთებული და ძალიან მარტივად საათნახევარში შეიძლება აქ მოხვედრა. თუმცა თელავში ამ მხრივ არის საშინელი მდგომარეობა. ეს ჩვენი ტურისტი რომელსაც უნდა რაღაცა სიამოვნების მიღება შეიძლება ქუჩის მაწანწალო ძაღლებმა დაკბინონ ეს არის ძალიან დიდი საფრთხე მე მინდა ვთქვა შეიძლება ჩაქრეს დენი მოულოდნელად და უბრალოდ ის ტვინიანი პომპაც არ ამუშავდეს ჩვენ ვლაპარაკობთ თელავის პრობლემებზე და მე მგონი უპრიანია რასაც ვამბობ ესენი არის რეალური პრობლემები რომლებიც უნდა აღვნიშნოთ და მოვაგვაროთ აუცილებლად ამ პრობლემებზე სასაუბროდ მოგიწევთ ჰიგიენური პროცედურები ვერ მოახდინოს ხო არის ძალიან ცუდი ქუჩები საფარი ასფალტის საფარი არის ძალიან დაზიანებული რომელიც ცენტრისგან არის დაცილებული პერიფერიებზე კი და არა მარტო ცენტრისგან დაზიანებული ცენტრალური ქუჩებიც მაგალითად 26 მაისით ძალიან დაზიანებულია 9 აპრილის ქუჩაც ახვლედიანი ჩემი ქუჩა საოცრად დაზიანებულია ისე რომ მანქანით გავლა არ შეიძლება ასე რომ არის ძალიან ბევრი პრობლემა მოსაგვარებელი თელავში აი ეს ყოფითი პრობლემები რომლებიც მე მგონი არ არის რთული გადასაწყვეტი თუ კარგი კუთხით მიუდგება ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ როგორც უკვე ვთქვით, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად დარბაზში გვესწრებიან თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და ქალაქის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეები. ჩემთვის საინტერესო იყო როგორ ხედავენ სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები იმ პრობლემებს, რაც დღეს ქალაქშია, რამე თუ წლების შემდეგ სწორედ ალბათ კი არა, მათ უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემები და მე ხამი და მათ გადავცე სიტყვა, როგორ ფიქრობთ, მიდის თუ არა თელავის განვითარება პროგრესისკენ, რა პოზიტიურ ნიშნებს ხედავთ ამ განვითარებაში? ზოგადი შეფასებები რომ გავაკეთოთ და შემდეგ აუცილებლად გადავალთ კონკრეტულ პრობლემებზე. პირველ რიგში მოგესალმებით, ორგანიზაცია თელავი ჩემი ქალაქია ზურაბი აბულაშვილი. რა თქმა უნდა ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ჩაიბარა ამ ხელისუფლებამ და სტაგნაცია ნამდვილად იგრძნობა, მაგრამ მე მეორე მომენტიც მინდა აღვნიშნო, რომ სტაგნაციიდან გამოსავალის ძებნას ვხედავ და ნელ-ნელა მევემართებით პოზიტივისაკენ. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს რაღაცა გააკეთოს თელავში, რაღაც პროგრამები შემოიტანოს, მაგრამ მე ქალბატონი თამარის პათოს მინდა შევუერთდე, რომ თუ თვითონ მოსახლეობის პასუხისმგებლობის დონე არ აიწია უფრო მაღლა, არ იგრძნო, არ ჩაერთო ამ პრობლემების გადაწყვეტაში, მარტო ხელისუფლება ვერ. რატომ არ ერთვებიან? იმიტომ ხომ არა, რომ ისინი თვლიან, რომ მათ უბრალოდ არ უსმენენ. ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო, რომელიც რატომ არის ეს დამოკიდებულება ეს ვიტყვი? დღევანდელ დღემდე საქართველოში. აი მაგალითად მერის არაერთჯერადი მცდელობის და მიუხედავად ვერაფრით ვერ გადაწყდა გარევაჭრობის პრობლემა. ვერ გადაწყდა აგერ ქალბატონ გოგიაშვილის მინდა დავეთანხმო იმაში დასუფთავების პრობლემა. ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს? აი ეს მარტო მოსახლეობამ არ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობის ზრდობა უნდა გააჩნდეს, რომ მიიღოს მონაწილეობა ამაში. აი მე მაგალითად მქონდა ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც რა დავარქვა ურნის გვერდზე, როდესაც ურნა იყო ცარიელი და დაყარა გვერდზე ნაგავი ადამიანმა. როდესაც მივმართეთ რატო ვაკეთებ ამას, უბრალოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა შევახსენეთ, თქვენ ვინ გეკითხებათ. ესეთი მომენტები არსებობს. ისე რომ მარტო ხელისუფლება ვერაფერს ვერ გადაწყვეტავს და ვერ გააკეთებს. მე ამისი თქმა მინდოდა. რა თქმა უნდა, ბევრი უნდა გაკეთდეს და ხელისუფლება ვალდებული არის ახალი პროექტები შემოიტანოს და იზრუნოს იმაზე, რომ ქალაქში ცხოვრება გამოსწორდეს, თუნდაც იგივე ტურიზმის თვალსაზრისით. მადლობთ. მოგესალმებით. კახეთის სამოქალაქო ლიგას წარმოვადგენ ნანა ქიბიშაური.
მე მინდა გითხრათ ის რაც ყველამ იცით, ის რომ თელავი არ არის მეფე ერეკლეს ძეგლი, მხოლოდ და მხოლოდ. თელავი არ არის ნადიკვარი, თელავი არ არის მარტო ჭადარი და არც მეფე ერეკლეს სასახლე. თელავში ყველაზე ღირებული რაც არის, ეს არიან თელაველები. და როცა ვსაუბრობთ და წინა პლანზე გამოგვაქვს, რომ აი ტურისტ რითი მოვაწონოთ ეს ქალაქი, ხო, მანამდე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თელავი სანამ ტურისტები შემოვლენ, თელაველების არის ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მოსავლელი. რა თქმა უნდა, სადღეგრძელოებში არავის არ ავიწყდება, როგორ გვიყვარს თელავი, მაგრამ თელაველობაში როგორი გოგო ბიჭები ვართ. მაგრამ გვავიწყდება ერთი რამ, რომ ამ ქალაქზე ყველამ უნდა ერთნაირი შემართებით იზრუნოს. როცა ვსაუბრობთ რეგრესისკენ მიდის თუ პროგრესისკენ ქალაქის ცხოვრება, ხო, ალბათ უნდა გავსაზღვროთ იმით, როგორია თაობების ცვლა. თუ თანხმდებით იმაზე, რომ ყოველი მომდევნო თაობა წინა თაობაზე უფრო პროგრესულია, რა თქმა უნდა, ყველა ქალაქი და მათ შორის ჩვენი ქალაქიც პროგრესისკენ მიდის, ხო? მაგრამ ამაში რომ დავწმუნდეთ, უნდა დავწმუნდეთ იმაში, რომ ბევრად მაღალია ზოგადი განათლების დონე. სხვანაირად ამ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ და თქვენ რაც ბძანეთ, თქვათ იგივე სისუფთავესთან დაკავშირებით, ხო, ნაგავთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ხო, თუ არ გაიზარდა სამოქალაქო თვითშეგნება ჩვენს ქალაქში. ის არაფერი არ მოგვარდება, აი მე რამდენი გადაცემაა, როცა ამ თემებზე ვსაუბრობთ, ქალაქის პრობლემებზე. რამდენჯერ ითქვა პარკინგთან დაკავშირებით რა პრობლემებია, ხო? მაგრამ დღემდე ისევ ის პრობლემებია. არის პრობლემა, რატომ სურვილი არ აქვს ხელისუფლებას ეს პრობლემები გადაჭრას თუ არ შეუძლია? მოქალაქეები უნდა ჩაერთონ, მაგრამ არის ისეთი პრობლემები, რომელსაც მართლა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს. თუმცა კიდევ გავიმეორებ, ქალაქ თელავი არც მხოლოდ ქალაქ თელავის მერია, რომ მხოლოდ ითი გავიშვიროთ, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს და ჩვენ მხოლოდ რაღაც სერვისები მივიღოთ. შევთანხმდეთ იმაზე, რომ თუ ყველა ერთნაირად ჩავერთვებით, უკეთესი იქნება ჩვენი ქალაქი. და ზარია ეთერში მივესალმები პირველ ტელემაყურებელს, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. ხო, დასვა შეკითხვა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. მე შეკითხვა დავწერე რა. მე ვარ პაციენტი. რომელიც დავდივარ გურჯაანში და ჩემი ძანა დადი თელავიდან ეს 50 კაცი მეტი. გურჯაანში. იქეთ დიალი. დიალიზია საუბარი. დია რომ თელავში არაკეთებენ ამ ცენტრს, რომ გააკეთებენ, გასაგები, უბრალოდ ცუდად ისმის თქვენი ხმა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დარეკეთ. რამდენიმე წუთში ჩვენ შემოგვიერთდება ექიმი ინფექციონისტი შოთა რაინაული და ამ კითხვას მე მას აუცილებლად დაუსვამ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ვარ. მადლობა. ქალაქის მერი და რომელიც გვეხმარება ფულადი კარგი, ცუდად ისმის. ძალიან დიდი მადლობა და შემდეგ ჩვენს სტუმარს მოусმენთ. კი ბატონო. ჩემი განაცხადი ამ ჩვენი ქალბატონიანას მინდა დავეთანხმო, სულაც არ მინდა გავიგოთ ისე, რომ გარკვეულ პასუხისგებლობას ხსნიდეთ მერის და ხელისუფლების წარმომადგენლებს. უბრალოდ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, როგორმეა ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ამითი არის დაკავებული, ჯერ ერთი წელსაც არ არის. გაზდის გზით ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ მთელი მოსახლეობა იყოს ქალაქის განვითარებაში ჩართული. და აქედან გამომდინარე, ქალბატონიანას მინდა რაში პატარა დავამატო, რომ ახალგაზრდებზე ისაუბრა, მან სერიოზული წყვეტა არის კომუნიკაციისა ახალგაზრდებსა და ძველგაზრდებს შორის. როგორმე ეს ჩატეხილი ხიდი უნდა აღდგეს. კი ბატონო, სხვათა შორის მეც მინდა ნატო დავამატო, თუ შეიძლება ცხადია. რაღაც მე პოსტულატებით ჩამოვაყალიბე, სანამ მოვიდე
გამოვიდოდი, იმიტომ რომ იცით ეს სპონტანურად ხანდახან შეიძლება დაგავიწყდეს რაღაც და აი პირველი რომელიც გამოყავი ის იყო რეგიონების განვითარების გეგმა. რასაკვირველია ეს მუნიციპალიტეტს ექნება აუცილებლად, მაგრამ რაღაცნაირად ეს უნდა გამოვიდეს გარეთ. ამაში უნდა ჩაერთოს ყველა სექტორი აბსოლუტურად. სამოქალაქო საზოგადოებიდან დაწყებული აგერ ქალბატონი თამარის შესანიშნავი წამოწყება, რომელსაც მე მივესალმები აუცილებლად. აუცილებლად მეორე უნდა იყოს დასაქმება. აი ეს კადრის გადინება არ უნდა ხდებოდეს. რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს ეს, არ ვიცი, უნივერსიტეტმა და კერძო ბიზნეს სექტორმა, უნივერსიტეტმა და საჯარო დაწესებულებებმა რაღაც მემორანდუმები უნდა გააფორმოს და პრიორიტეტული მიმართულებები დამთავრებული კურსდამთავრებული სტუდენტების შემდეგ უკვე ადგილობრივ დაასაქმოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე ალბათ იქნება ის, რომ ახალგაზრდული განვითარების გეგმა შედგეს და აუცილებლად მუნიციპალიტეტებმა უნდა იმუშაონ ამაზე, ჩვენმა მუნიციპალიტეტებმა უნდა ისრუნოს, რომ მოაყალიბოს რაღაცა ერთი თუნდაც ერთი თქვა დასაწყისისთვის რაღაცა სივრცე ხო გარკვეული სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ საკუთარი ნიჭების და უნარების გამოვლინება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ზუსტად სტაგნაცია იქიდან გამომდინარეობს, იცით, რომ აქ მაინც ვერავინ ვერაფერს ვერ ხედავს, ხო? კარგი, ჩვენ ახალგაზრდები გვესწრებიან სტუდიაში სტუდენტები და საინტერესო იქნება სწორედ მათი აზრის მოსმენა, მით უმეტეს რომ მათ შესახებ საუბრობთ. როგორ ხედავენ ისინი ქალაქის პრობლემებს და ვითარდება თუ არა თელავი რეგრესისკენ მიდის თუ არა. თუ პირიქით. დიახ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პრობლემები ყოველთვის არსებობს და იარსებებს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. თუ შევადარებთ წინა ხელისუფლებას, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ რაღაც კუთხით ნამდვილად იგრძნობა პროგრესი. თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა, თუ კი იგივე დღეს იქნებოდა დებატებში ადგილობრივი ხელისუფლება და უშუალოდ მოისმენდა ახალგაზრდების აზრს. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ პრობლემები ასე ერთი ხელის მოსმით ვერ მოგვარდება. ამას აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა, ცნობიერების ამაღლება, სწორედ ამიტომ იქმნება იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც ძალიან მისასალმებელია. და გარდა ცნობიერების ამაღლებისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს, ჩემი აზრით, უფრო მეტად ჩართულობა ახალგაზრდების იგივე კულტურულ შემეცნებით ღონისძიებებში, მოხდეს დაინტერესება და ახალგაზრდებში мотиваციის გაზრდა, რაც ვფიქრობ, რომ დღეისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. მადლობთ. მოგესალმებით, ანა სოფია ბარათაშვილი, სტუდენტი და ქალაქ თელავის მოქალაქე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დაუთმეთ სატელევიზიო დრო ქალაქ თელავში არსებულ პრობლემებს და პრობლემატურ საკითხებს. მეორე რიგში თელავში არსებული პრობლემები არის ძალიან ბევრი. თითები არ გვეყოფა ჩამოსათვლელად და მე უბრალოდ მინდა ვისაუბრო იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებშიც ჩვენ ქალაქ თელავის მოქალაქეები ვიხდით ფულს. ეს არის კომუნალური მომსახურება. დავიწყებ დენით. კი ბატონო. თითო რუბლის გამოჩენისთანავე ცაზე ხრება დენი და მე მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება შუქი და განათება სახლში და როცა ყველაზე მეტად მეშინია სეტყვა ქარი და უბედურების დროს აი მაგ დროს ვბნელდებით რამე რიტუალია ეს და პატივს მივაგებთ რუბელს და რაღაც ბუნებრივ მოვლენებს ამას ვერ ხვდები რა ხდება მეორე პრობლემატური საკითხი არის წყალი ქალაქ თელავის მერის მოადგილემ ბატონმა თენგიზ მთვარელიშვილმა განაცხადა, რომ მუშაობდნენ წყლის პრობლემის აღმოფხვრაზე. 4 დღეში ერთხელ მოგვდიოდა წყალი. დღეს მადლობა ღმერთს ყოველდღე მოგვდის, მაგრამ წყალს არ აქვს წნევა. ნერვული სისტემა ცალკე გვიზიანდება, იმიტომ რომ შეუძლებელია ამით იბანაო. სარეცხი დარეცხო და რაქნას მე კარგი მეორე სართულზე ვცხოვრობ. რაქნას იმ ადამიანმა ვინც ცხოვრობს მეხუთე სართულზე და უბრალოდ იქ შეუძლებელია რომ ამ წნევით ავიდეს წყალი. ნერვული სისტემა გვიზიანდება, ნუ მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ თუ შემთხვევით სახში არ აღმოგვაშ და დასალევი წყალი იმდენად ბევრი ქლორი აქვს და ქლორის შემცველობა ამ წყალს რომ მე უკვე მთელი კუჭი და ყველანაირი სისტემა გვიზიანდება და ექიმის მოსვლა საჩქაროდ გვჭირდება სტუდიაში. იმედია ბატონიშოთა მალე შემოგვიერთდება. ნუ
ეგ ორი პრობლემა. კი ბატონო, ძალიან კარგი იქნებოდა მართლა რომ ყოფილიყო ქალაქ თელავის მერი, დასუფთავების სამსახური, იმიტომ რომ მე მჭირდება პასუხები მათგან უშუალოდ. 21 საუკუნის ქალაქ თელავში, როდესაც ცხოვრების ტემპი ასეთი სწრაფია, რატო უნდა ვაგვარებდე ჩემი პრობლემების პარალელურად კიდევ იმ პრობლემებს, რაც უშუალოდ ვალდებულია სახელმწიფო და ქალაქის მერია, რომ და რაშიც თქვენ იხდით ფულს? რაშიც მე ვიხდი ფულს და კიდევ მინდა ვთქვა ნაგავსაყრელები 2 კვირა სანამ საშინელი ანტისანიტარი არ დადგება, სანამ არ მოგროვდებიან ამ ნაგვის ურნების გარშემო ძაღლები და მე უკვე სიცოცხლისთვის საშიშია, როგორც ინფექციების გადატანის თვალსაზრისით და ჰაერწვეთოვანი გზებით, ასე ვთქვათ. ასევე შეიძლება ძაღლის ნაკბენიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალაქ თელავის მერი როგორც ვიზი დაგვპირდა უსისხლოდ და უპრობლემოდ ამ საკითხის მოგვარებას ძაღლსაშენი უნდა გაეკეთებინა თუ სწორად მახსოვს. ნუ ეს პრობლემა არ გადაიჭრა. ამ სტუდიაშიც კი ბატონო, კიდევ თუ შეიძლება კიდევ ვიტყვი. კი ბატონო. რატომ არ ხდება ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზაცია? იმიტომ რომ როდესაც მე თქვენთან მოვდიოდი ჩემი სახლიდან რომ გამოვედი, 18 გუბე დავითვალე ეზოში. და ყოველი წვიმის მოსვლის წინ მე ვიწყებ ფიქრს იმაზე, როგორ გავაღწიო ჩემი ეზოდან გარეთ. ტურისტები, როდესაც ჩამოდიან, შეიძლება რომ მე ეს ტურისტი მოვიწვიო ჩემთან სახლში სტუმრად, უკაცრავად ძალიან ავღელდი. და დაინახოს ეს, რატო ხდება, რატოა თელავი მარტო მოედანი, ქალბატონო სტავეთანხმები, რატოა მარტო ერეკლეს მუზეუმი თელავი და რატო არ არის ჩემი ეზო, ვთქვათ თელავი. და რატო არ მქცემენ პატივს, რატო დაგვრცინის მთავრობა და სახელმწიფო. არხზე მინდა ვისაუბრო ძალიან მომეწონა ეს თელავის გამყოფი არხი, როდესაც გააკეთეს და ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ რაქნა შშმ პირმა, იმიტომ რომ ხიდები არის იმდანად აღმართი, რომ თოვლის დროს ადამიანი, რომელიც მოძრაობს ეტლით და მით უმეტეს თუ ეს არის ქალბატონის მოგეხსენებათ, რომ სუსტი მკლავები გვაქვს, როგორ უნდა გადავიდეს ეტლით აი ამ აღმართ ხიდზე. და კი ბატონო, ჯებირები გავამაგრეთ და აღარ მოხდება წყალდიდობა, მაგრამ ქვემოთ, აი კავკასიონის მხარეს, სადაც არის უზარმაზარი ეკალი, ბარდები ამარხების გაყოლებაზე და იმდენად კარგად შეგისწავლიათ ეს პრობლემები, მე მგონი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეშურდებოდათ. მე ცხოვრობ ქვევით უბანში და ყრიან ნაგავს მოსახლეობა, აი ესე უბრალოდ ურნებს აულის გვერდს, იმიტომ რომ უკვე უსასრულოდ სავსეა და გადაყრას საშველი აღარ დაადგება და მე მგონი უკვე საზოგადოება შამპანიურით აღნიშნავს ხოლმე ამ ნაგვის გადაყრის პროცესს. და პირდაპირ ყრიან არხებში. მე დასუფთავებულ არხში არავითარ შემთხვევაში არ ჩავაგდებ ნაგავს. ხედავს ხალხი, რომ ყრია იქ ნაგავი, მიდის და ამატებს. ნუ ეს უკვე თვითშეგნებაა და რაღაც სამოქალაქო ვალდებულებებს ზოგი იხსნის, მაგრამ აი თუ შეიძლება ერთი წუთი დავამთავრებ რა. კი ბატონო, გავიგეთ, რომ ჩვენ მოსახლეობა არა ვართ აქტიურები და მომძღვრელმა ჩვენმა მამამ და მარჩენალმანო არქიფოო, აი ესე მიუყვებით მთავრობას და არ ვაპროტესტებთ, მაგრამ რატო, როდემდე უნდა დაგვცინოდეს სახელმწიფო მთავრობა და როდემდე არ უნდა მოგვიგვარონ ეს ქალაქში არსებული პრობლემები. ძალიან კარგი იქნებოდა მართლა რომ მოსულიყო და პასუხი გაეცა რომელიმე მთავრობის წარმომადგენელს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო. შეიძლება ქალბატონო ნატო იხებთ ძალიან საინტერესო ახსენა გოგონა. ჩვენმა ორგანიზაციამ, როდესაც თბილისში 13 ივნისს მოხდა ესეთ სტიქიური უბედურება, იმ დღიდანვე დაიწყო თელავის თუ გახსოვთ 77 წელს ზუსტად 13 ივნისს თელავშიც მოხდა ანალოგიური სტიქიური უბედურება საბედნიერო მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა ორგანიზაციამ იმ დღიდანვე დაიწყო თელავის ხევის შესახებ გამოკვლევების ჩატარება, მობილიზებული იქნა თითქმის ყველა სპეციალისტთან დაწყებული, გეოლოგებით დამთავრებული, პირადი ინიციატივით რამდენჯერმე ვიყავით ასული, გამოვიკვლიეთ ხევი და მოგვიწია ბატონი გელა სამხარაულის თელავის რაიონის დეპუტატის ჩართვა, რომელიც აქტიურად ჩაერთვა ამ პროცესში და სხვათა შორის იმის გარდა რომ ეს გაკეთდა სახოვანი ნაწილი, საკმაოდ საშიშროების ქვეშ არის თელავი. ამ პრობლემებზე აუცილებლად ვისაუბროთ, ოდნავ მოგვიანებით, მანამდე შემოგვიერთდა. დიდი მადლობა, მანამდე ვისაუბროთ, ბატონ შოთა რაინაულს გადავცეთ მიკროფონი, ძალიან დიდი მადლობა. ბატონ შოთა, თქვენ აქ არ ბრძანდებოდით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, თუმცა უკვე ბევრჯერ დაგჭირდა თქვენი თავი. ჩვენმა ტელემაყურებელმა დარეკა პირველი კითხვა რაც იყო და ალბათ თქვენ, რა თქმა უნდა, თქვენ ხართ კომპეტენტური, რომ გასცეთ ამ კითხვას პასუხი. კერძოდ ეს იყო დიალიზის მომსახურებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები
თელავიდან მიდიან გუჯაანში, იმიტომ რომ აქ არ არის ეს მომსახურება. რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და რამდენად მოგვარებადია ეს პრობლემა? მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის და ბოდიში დაგვიანებისთვის. მე როგორც ვიცი და რამდენადაც საქმის კურსში ვარ, მზადდება ეს უკვე. ემზადება ორი კლინიკა თელავში ამ საქმისთვის, ერთი რეფერალური, ერთი ავთო ყამბარაშვილის კლინიკა, ასე რომ პერსონალი მზადდება და დღე-დღეზე იქნება. მე როგორც ვიცი რა ინფორმაციაც მაქვს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი და პირველ შეკითხვასაც, ჩვენი გადაცემის პირველ შეკითხვასაც მინდა გასცეთ. პასუხით ჩვენ ვსაუბრობთ რა თქმა უნდა ქალაქის პრობლემებზე, თემა ეს არის და პირველი კითხვა ასეთი იყო, როგორ მიდის ქალაქის განვითარება პროგრესისკენ თუ რეგრესისკენ, არის თუ არა პოზიტიური ცვლილებები და ძრები, სანამ პრობლემებზე ვისაუბრებთ, თუმცა ამ კითხვას უკვე მოჰყვა პრობლემები, ეთყობა იმდენად ბევრი პრობლემა დაგროვდა ქალაქში, თუ არის სტაგნაციის პროცესი? რას გვეტყვით ამის შესახებ? ხო, მრავალწახნაგოვანია კითხვა და პასუხით შესაბამისად. კონკრეტულად სამწუხაროდ თუ რამე კეთდება, ამის ინფორმირება არ არის, მაგალითად გეტყვით. სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ კეთდება საერთაშორისო სტანდარტების სასროლი ისა ადგილი. აი სასროლი ცენტრი ასე ვთქვათ. და სადაც დასაქმებულები არიან შშმს პირები, რამდენიმე. და ეს ხდება ძალიან დიდი ხელშეწყობით თელავის ხელმძღვანელობის მერიის მიერ. სრულიად შემთხვევით, მე არ ვიცი, აქ იცით თუ არა ეს ამბავი თქვენ. რომელიც უნდა გაიხსნას ამ თვის ბოლოს. ეს არის უნიკალური და ხელისუფლებას რეალურად პიარის პრობლემა აქვს, ხოლო და დანარჩენი ყველა პრობლემა მოგვარებულია. სწორედ ამიტომ ეს მაქსიმალურად აჩენს საქმეს წარმოაჩენს ისე რომ თელავში არაფერი არ კეთდება. პირდაპირ გეტყვით. არ კეთდება. იმიტომ რომ თვითონ ამის პიარიც, ამის წარმოჩენაც არის საქმე. იმიტომ ესეც წაადგება ხელისუფლებას. მეორეც ერთ ახლა უფრო აქტიურად დაიწყო ახალმა ხელმძღვანელობამ თელავში იგივე ხევის რეაბილიტაციის აღდგენის სამუშაოები. კეთდება, ძალიან სასიამოვნოა, როგორ მიდის რანაირად ალბათ კარგად დამთავრდება ერეკლეს მუზეუმის რეაბილიტაცია, აღდგენა. სხვა მე არ მახსენდება არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ აგრეთვე შემოგვიერთდა სტუდიაში ბატონი გიორგი მოსიაშვილი, სოციალური გაერთიანება ჩვენ თელაველების ხელმძღვანელი, დამფუძნებელი. აქტიურად არის ჩართული ინტერნეტ სივრცეში. მისი პოსტები ყოველთვის საინტერესოა, ბატონო გიორგი. თქვენ რა პოზიტიურ ცვლებს ხედავთ და რა პრობლემებს ქალაქში? ზოგადად ჩვენ თუ დავდეთ ზოგადად საუბრობ და შემდეგ ყველა პრობლემაზე კი ბატონო მოგესალმებით მივესალმებით თქვენს მაყურებელს მადლობა რომ სტუდიაში მოგვიწვიეთ რაღაც გარკვეული მიზეზები ალბათ ობიექტური უფრო რომ შეგვაგვიანა კონკრეტულად კითხვას რაც შეეხება ჩვენ თუ დავდეთ სასწორზე ვთქვათ იმას რომ ჩვენ ვთქვათ პოზიტივი გვაქვს ნეგატივი გვაქვს და უფრო დინამიკა როგორი გვაქვს დადებითი თუ უარყოფითი და ამ შემთხვევაში ჩვენ შედარებაში მოვიყვანთ ვთქვათ წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებას რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის რომ გვაქვს პოზიტივი და მე ამ პოზიტივის ჩვენებას დავიწყებ წარმოსახვას ვიზუალიზაციას გნებავთ სწორედაც თქვენი არხის და თქვენი ტელევიზიის შედარებაში ჩვენ კარგად გვახსოვს და თქვენ გახსოვთ ქალბატონო ნატო როდესაც ვთქვათ აი ამ ტელევიზიის დირექტორის მიმართ ხორციელებოდა წინა ხელისუფლებიდან სამწუხაროდ ზეწოლები და ეს ზეწოლები იყო არაერთგვარი ჩვენ უკვე აი პრეცედენტი არ არსებობს დღევანდელი ხელისუფლება 3 წელია ხელისუფლებაშია და ჩვენ გზავსი რაღაც მინიშნებაც კი არა თუ ზეწოლა არ არსებობს და ეს არის უდაოდ პოზიტიური. თქვენ ხას უსვამთ ადამიანის უფლებების. რა თქმა უნდა, უფლებები, პოლიტიკური ნიშნის ზეწოლები, ვთქვათ, მოსმენები, მიყურადებები, დევნები, არ ვიცი, აი მაგალითად გეტყვით. რა შეიძლება სოციალურ პრობლემებს? სოციალურ პრობლემებში და ჩემი ზე ხა თუ კი რამე სოციალური, ვთქვათ, სიკეთე მიიღო დღეს ჩვენმა ამომრჩეველმა აი ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში თქვა რა ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ეს არის სწორედ ის ბოლო 2-3 წელი ხო თუმცა ბატონმა ნოდარმა განაცხადა რომ დაფინანსება ბიუჯეტში სოციალური ასე ვთქვათ სფეროების არის შემცირებული კი ბატონო აი ზოგადად გეტყვით რომ შეიძლება რაღაცა პროცენტულად შემცირდა პროცენტულად გულისხმობ ესე იგი ბიუჯეტთან მიმართებაში თუმცა რაოდენობრივად თანხობრივად მიმართებაში ეს თანხები არ შემცირებულა ზოგადად მე ხა ძირითადად სახელმწიფოზე ვსაუბრობდი რომ საყოველთაო ჯანდაცვა ალბათ დამეთანხმება სტუდიაში მყოფი თვითონ ნოდარის დამეთანხმება რომ თქვა საყოველთაო ჯანდაცვა ეს არის მართლაც უპრეცედენტო მოვლენა ჩვენს სინამდვილეში როდესაც ადამიანი დღეს თქვა ცუდად თუ გახდა აღარ ფიქრობს იმაზე რომ თქვა ბინა გაყიდოს არ ვიცი კრედიტი აიღოს თუ რა გააკეთოს
თუმცა აქვე მინდა რომ რაღაც არ ისე არ წარმოაჩინო და არა ვთქვათ რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის, გნებავთ ჩვენ ქალაქში ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა არის პრობლემები და ეს პრობლემები არის, აი მაგალითად ბატონო შოთამ ახსენა ახლა ეს დრო ხევის რეაბილიტაცია ჩატარდა და ნამდვილად კარგია და ყველა თელავერს ახლა ჩვენ მოგწონს ეს ყველაფერი, მაგრამ იქ ნიუანსურად იყო ისეთი ისინი რომ რაღაცა ვთქვათ ისეთი მომენტები, როდესაც ვთქვათ შესაძლებელი იყო უკეთესად გაკეთებულიყო და რაღაც არ გაკეთდა. ვთქვათ გნებავთ საჯარო სამსახურებში. მე ბოლო პერიოდებში ხშირად ეძახიან რომ არ ვიცი ზოგი მეუბნება რომ ეხა ხელისუფლების პოზიციას იცავ, ზოგი მეუბნება არა შენ ისევ ხელისუფლების ოპოზიციაში ხარ. ბევრ შემთხვევაში ვერ იგებენ. მე ძალიან პარტნიორული და კარგი ურთიერთობა მაქვს მაგალითად ერთდროს ჩემ კონკურენტთან ბატონ მერთან პლატონ კალმახელიძესთან, ხო? რომელიც დღეს არ მოვიდა გადაცემაში მონაწილეობა. სამწუხაროდ არ მოვიდა და მე რამდენადაც ვიცი არც არის ხელავში. დისკუსიაში თბილისში. თუმცა ვერც მათმა მოადგილებმა მოახერხეს მოსვლა და ვერც ერთი სამსახურის ხელმძღვანელმა ვერ მოახერხა. ეს ძალიან სამწუხაროა და იმედია რომ უფრო მეტად ჩაერთვებიან და მე მინდა თვითონ აი მერის პოზიცია და გნებავთ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქვათ გუბერნატორის მიმართ ვისაუბრო. დღეს ჩვენ პრობლემა არ აქვს კომუნიკაციის. აი ჩვეულებრივ რიგით ადამიანი შეუძლია მივიდეს და ისაუბროს. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი, თქვათ დაბალი რიგით. თუმცა რა გამოდის ამ საუბრიდან ბატონო გიორგი, მე მინდა კონკრეტულ პრობლემებზე ვისაუბროთ. კი ბატონო დარ და მე მინდა უკვე გადავიდეთ კონკრეტულ პრობლემებზე. ანუ პატარა რეპლიკას ვიტყვი ხა ბატონო გოგა რაც საუბრობდა მესმის პოზიტივზეც მე ძალიან შეკვირით რომ ბევრს ვისაუბრებთ ალბათ. კარგი რაც კეთება თელავში, მაგრამ მინდა გამოვიხმაურ მაგალითად სოციალურ ჯანდაცვას მე მესმის ბევრი აქებს, მაგრამ მოდი ერთ ტელევიზიით გვიყურებს ჩვენ ძალიან ბევრი პენსიონერი სოციალურად დაუცველი და მე გეტყვით რომ მაგალითად ელემენტარული თვალის ოპერაცია რო გაიკეთოს სოციალურად დაუცველმა და პლუს ამას პენსიონერმა მეორედ როცა იგეთებს 350 ლარი 400 ლარი უწევს დამატება. ეს არის 2-3 თვის პენსიამ მოხუცი და პლუს წამლები, რომელსაც ეს სოციალური ჯანდაცვა ძალიან საკმაოდ ასე ვთქვათ პრობლემატურიც არის, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ბევრი მოხუცი შეხვედრია ბევრ პენსიონერს რომ ის სოციალური დაზღვევა აქვს. ნამდვილად ყველას გვაქვს, მაგრამ ცალკე საავადმყოფოა პრობლემა. ყველა საავადმყოფოს თავის სტანდარტი აქვს. ამ მოხუცს უწევს. თქვენ რო წარმოიდგინოთ ერთ მოხუცს, რომელსაც ოპერაცია ჭირდება, რამდენი სირბილი ჭირდება, ავიდეს საავადმყოფოში, ჩამოვიდეს სოციალურ დაცვის სამსახურში, თქვენ საერთოდ ანუ გადაირევა და გასაგებია. მეორე ხაი ქალაქზე მინდა გითხრათ. ბატონო შოთამ აღნიშნა რომ ტირი კეთდება თელავში. ეს არის ძალიან კარგი, მე მივესალმები. მაგრამ აი გვერდზედის ანა და ანამ ისაუბრა თავის უბანში, როგორ არის თქვა ხევი ბარდით გადავსებული, ნაგავი არ გადის და ასე შემდეგ. და ანუ მივიდივართ ისევ პრობლემამდე. კეთდება თელავის ცენტრი. თელავი გამოჩნდება, ანუ როგორც ჩანს, თელავი არის მარტო ერეკლეს ძეგლი და მოედანი. და დანარჩენი გარშემო ქუჩები, რომელიც ქალბატონმა ნინომ თქვა, თავის ქუჩა გასაკეთებელია, გზები გასაკეთებელია. თელავის გარშემო სხვა ქუჩები რო ნახოთ, გზები საერთოდ არ არის. მე მესმის ხო, რომ ცდილობენ რომ ესა ტურისტზე კიდევ ვიძახი. თელავში რაც პირველი გასაკეთებელი იყო, დანგრეული გვაქვს ის ერეკლეს სახლ-მუზეუმი. და დანარჩენ ტერიტორიების გასწრება. მე ტირი არ ჭირდება, ტირი მირჩევია გაკეთდეს. მე კი ბატონო მოგწესება. აი თელავი არ არის მარტო მოედანი, შეთქვი აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ უბედურება ის არის საქმე იმაში, რომ მოედანიც აღარ არის თელავი. იმიტომ რომ მიმდებარე ტერიტორია ჩვენი თეატრის, ხო, აბსოლუტურად არის ჩაცემენტებული. მთელი მსოფლიოს მოაზროვნე საზოგადოება მუშაობს იმაზე, რომ შექმნას რაც შეიძლება მეტი სარეკრეაციო ზონა. ხო, გაამწვანოს, გააკეთოს ბუჩქები იქ, ბალახი იქ, დარგოს ძალიან ბევრი ხე, რომ ადამიანმა დაისვენოს ჯანსაღად, თუნდაც იქ ხო, აი, საფრანგეთში, იტალიაში ყველგან ესეა აბსოლუტურად ევროპაში, თუნდაც იქ დაჯდეს დაბლა ადამიანი, ხო, წაიკითხოს წიგნი, ისაუბროს სხვა ადამიანებთან, ჩაისუნთქოს სუფთა ჰარი. ჩვენ გქონდა შესანიშნავი ბაღი, ხო, თელავის ბაღს ვეძახდით, ეს აღარ არის. ეს არის ცემენტი, არ ვიცი ვიზუალურადაც რას გავს, მე რაღაცა ძალიან ცუდ რაღაცებს მაგონებს ეს. ნუ თვითონ თელავის თეატრის გარენაწილზე, ფასადზე უკვე აღარ ვსაუბრობ და ზოგადად ძალიან ცუდი მდგომარეობა ეკოლოგიის მხრივ. არა მარტო თელავში, ხო მე მოვიყვან თბილისის მაგალითს, რატომ? რომ იგივე არ დაემართოს თელავს. თბილისში ცხოვრება თითქმის დღეს შეუძლებელია დამეთანხმებით, ხო?
არ არის პარკინგის ადგილები. მანქანები დადიან თითქმის უკვე ტროტუარებზე. ჟანგბადი საერთოდ არ არის, გაჩეხილია ყველაფერი, წამომართულია რაღაცა ძალიან ცუდი არქიტექტურა, მე ლოგიკური მინდა ნატო გავაკეთო და ამას იმიტომ ვამბობ. ანუ ურბანისტული დაგეგმარება სანამ კიდევ გვიანი არ არის. თელავში უნდა გაკეთდეს ძალიან აზრიანად, რომ იგივე პრობლემა არ შეგვექმნას. მოусმინო ტელემაყურებელს და შემდეგ თქვენ რომელიც ახლა სატელეფონო შეკითხვით ჩაგერთვება, მოგესალმებით და გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, ქალბატონო ნატო. ყოველს მოგესალმებით თქვენ დამცველ საზოგადოებას და რაღაც პრობლემა მინდა გითხრათ. თელაველი ვარ, აი მეგობრობის ქუჩაზე ვცხოვრობ. და არა ჩვენი გზა ყველგან რაღაცა გაკეთდა ქუჩები და ჩვენ გზას ნეტარ რომელ ქუჩაზე ხავარ მეგობრობის ქუჩაზე? აი ძლივს დავდივართ. ფეხით მოსიარულებს და ყველანი. დიახ. განათება კიდე სტოლბები, აი სტოლბებია თუ რა ქვია, რა ვიცი, განათება დაბლა იხება, ბავშვები დადიან კიდე და ისა ძალიან ცუდი მდგომარეობა ჩვენ ქუჩაზე. არც განათება ნორმალურად, არც არაფერი. ძალიან დიდი მადლობა, იმედია ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოვიდნენ, მაგრამ გვიყურებენ და ამ ქალბატონის პრობლემას მოაგვარებენ. საქმე ეხება მეგობრობის მოუწესრიგებელი ქუჩის და გარე განათების პრობლემას. ბატონო გიორგი, გისმენთ თქვენ გინდათ გებასუხოთ. ვიცი ეგ პრობლემა მან ქუჩის პრობლემა იყო, მაგრამ განათების პრობლემა რაღაც დონეზე მან თქონდა მოწესრიგებულა, შეიძლება ეხა რაღაც მოვიდა. ეხა მინდა თქვენ აი ამ ნოდარის გამოვეხმაურებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ავცემ, პრინციპულად არ ვეთანხმებ მის აი ამ ლოგიკას, რომ თქვათ მოვიყვანოთ მაგალითი, რომ დღეს თვალის ექიმთან რომ მიხვიდე 300 ლარი გინდა და 400 ლარი გინდა და მეტი გჭირდება, მე ამაში ვეთანხმები, თუმცა ლოგიკურ ბმას მე ვერ ვხედავ აქ და რატომ იცით? აი ვიღაც რო თქვა მეორე მსოფლიო ომშიო, იცით რაო, მოკავშირეებიო, საფრანგეთი, თქვათ ბრიტანეთი, იგივე საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატები, ხედავთ რა საშინელებას აკეთებს, ბომბავს ბერლინს და იქ ვიღაცა იხოცება. ეხლა ეს რატო თქვი? ჩვენ საუბრობთ აქ გადაცემაც ის არის, რომ რა გქონდა და რა გვაქვს, ხო? და ეხლა როდესაც ვიტყვი რომ თვალის ექიმთან რომ მიხვიდე და 400 ლარი გჭირდება, უკაცრავად რამდენი ლარი გჭირდებოდა რომ წასულიყავი შენ იგივე 2012 წლამდე გჭირდებოდა ორჯერ მეტი. მაგალითად გეტყვი ბრმანწლავის ოპერაცია რომ გაგეკეთებინა გჭირდებოდა 1200 ლარი. რამდენი გჭირდება ახლა 200 ლარი? არ არის შეღავათი, რა თქმა უნდა შეღავათია. თუმცა აქვე ვიტყვი რომ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს და ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგევართ. თუმცა ჯანდაცვის სფერო ეს არის ის სფერო რომელიც არის წარმატებული და მე ვფიქრობ და იმედი მაქვს რომ დამეთანხმება სტუდიის და მაყურებელს და ერთსაც ვიტყვი რეკრეაციულ ზონებზე რა თქმა უნდა გეთანხმებით თავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედაც რეკრეაციული ზონების შექმნა და სამწუხარო რეალობაა ის რომ დღეს გვიწევს კიდევ ის რომ თქვათ იმ ნაციონალური ხელისუფლების დროს და მეც მიწევს კრიტიკა რომლის თქვათ არა სურვილიც არ მაქვს მაგრამ გვიწევს ის რომ არის რაღაც ბეტონებში ჩაგვისვეს რაღაც ფასადი დაგვიმახინჯეს და რაღაც ჩვენ ეს უნდა გავაგზავნოთ. უნდა გავაგზავნოთ ეს რა თქმა უნდა. ხელისუფლება ბატონ გიორგი უკვე დაახლოებით რატომ არ იყო შესაძლებელი რომ შესასრულიყო? როდესაც ხელის ბიუჯეტში არის თანხა, აქ პრიორიტეტები განისაზღვრება. საქართველოს ამორჩეველმა პრიორიტეტად განსაზღვრა ის რომ ქართული ოცნება მოსულიყო ხელისუფლებაში. ქართული ოცნების ერთ-ერთი პირველი დანაპირები ხა მე სამწუხაროდ მიწევს ქართული ოცნების დაცვა, თუმცა სამართლიანობიდან გამომდინარე ვაკეთებ. იცით რა იყო, რომელი პრიორიტეტი ავირჩიოთ ჩვენ, თქვათ ესტაკადების მშენებლობა თუ თქვათ ჯანდაცვა და დღეს პრიორიტეტი არის ჯანდაცვაზე, თუმცა იმავდროულად ხორციელდება ეს რეაბილიტაციები და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ბოდიში ნატო კარგით მე მინდა რომ ხასტობრებსაც მოусმინოთ ხოლმე თქვენ რომ არ მოგისმინოთ იმას რომ რეაბილიტაციაც სწორედ სამწუხაროდ ის რომ წმინდა ნინოს მემორიალური შენობა დაგვინგრეს დღეს და დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს კარგით თქვენ ქართული ოცნების დანაპირებს შეეხეთ და ერთ-ერთი დანაპირები რომელიც ამ სტუდიაშიც გაჟღერებულა და ჩვენი სტუდიის სტუმრებმაც აღნიშნეს ახალგაზრდებმა ეს არის წყლის გრაფიკი ჩვენ მოვისმინეთ დაპირება წყლის 24 საათიანი გრაფიკის შესახებ, თუმცა დღესაც არის თელავში უბნები, სადაც წყალი ძალიან ცუდი გრაფიკით მეწოდება, ან არადის ზედასართულებზე წყალი, როგორც ითქვა, აგრეთვე საკამათოა სასმელი წყლის ხარისხის პრობლემა. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ასრულებს თუ არა ხელისუფლება დაპირებებს, თუ შეიძლება? კი ბატონო, თუ შეიძლება. ბატონო შოთა გისმენთ? თუ არა, თქვით ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ ინფორმირებულები, ჩვენ ზუსტად 2 კვირის წინ იყო თუ არ ვცდები, თუ ცოტა ადრე სერიოზული შეხვედრა ჩავატარეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, სადაც მოწვეული იყო რეგიონალური ხელმძღვანელობა, ადგილობრივი ხელმძღვანელობა, წყალკანალის და
ქალაქის ხელმძღვანელობა, რომლებაც საკმაოდ სერიოზული მოხსენება გააკეთეს ამასთან დაკავშირებით. ქალაქ თელავში არის ჯერჯერობით სამწუხაროდ მარტო ერთი უბნის და ცენტრალური მომარაგებელი პუნქტის რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს, სერიოზული სამუშაოები ტარდება და პარალელურად მიმდინარეობს, მოკლედ ვამბობ ახლა უბრალოდ იქ რაც მოვისმინეთ იქიდან და მიმდინარეობს კიდე თანხების მოძიება იმისათვის, რომ ქალაქის დანარჩენი ზონებიც იქნეს რეაბილიტირებული. სამწუხაროდ ახლა ამ მომენტისათვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური პუნქტის მომწოდებლის და ერთი უბანი იქნება სრულყოფილად დაკმაყოფილებული, მაგრამ ის დანაპირები, რომ 24 საათიანი უნდა იყოს წყალმომარაგება, ჯერჯერობით ვერ შესრულდება იმის და გამო, რომ დანარჩენი უბნები არ იქნება რეალურად. ბატონო შოთა, თქვენი აზრი მაინტერესებს, იქნებ გადააწოდოთ მიკროფონი. სასმელი წყლის პრობლემა რამდენად დგას ქალაქში, რატომ ვერ ასრულებს ხელისუფლება დანაპირებს, იყო თუ არა რეალური დანაპირები 24 საათიანი გრაფიკი და მე მინდა სასმელი როგორც ექიმს კითხოთ, რამდენად ხარისხიანია სასმელი წყალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, თუმცა მანამდე აუცილებლად ტელემაყურებას უნდა მოусმინოთ, რომელიც ჩაგვერთვება კვლავ სატელეფონო შეკითხვით, მოგესალმებით და გისმენთ. ალო? დიახ, გისმენთ ქალბატონო. ალო? საღამომშვიდობის. მინდა ვიძახო, რომ პირდაპირ ახთვალებული ვარ თქვენი გადაცემით, რამდენად საჭირო გადაცემა, რამდენად ცხინვალე, ალბათ ყველაზე კარგი გადაცემა თანასწორში. მადლობა. იცით რა, უკვე ვეღარ მოვდებ თქვენ ცოტა სუმბურულ იმებს, მაგრამ მაინც მინდა ქალაქზე ვისაუბრო, რაც არაერთხელ იყო ნათქვამი. აი გამწვანებაზე განსაკუთრებით მე ადრეც ბევრჯერ მითქვია, ხო და თელავში შემეტების და იმის მორიდებაზე, მაგრამ ეხლა რატო დავრეკეჩით, ადრე თქვენთან იყო საუბარი აი ძველი კინოთეატრის წინ სკულპტურის აღდგენაზე. აი რა შეჭირვა რომ ნუ არ ვიცი მე ალბათ ძალიან კარგი სკულპტურაა, მაგრამ სადღაც ღვინის ქარხანასთან იქნება ერთგინა და ეგ ფული დაეხარჯათ თელავის სხვა საჭირო საქმეებზე. იცით რომ მე მაგალითად და დიდი შედევრი ხელოვნების არ მიმაჩნია ის, რომ ამდენი ფული ჩახარონ და აღადგინონ ისა. ხო და კიდევ ერთი რამ ნათქვამი იყო თელაველებზე. აი რა გვარია თელაველებს ეს ბიტავე კულტურა, აი დამოკიდებულების ერთმანეთის კულტურა. არ გადავხაროთ პარკში გადაკანილი ნადავლი ქუჩაში, მაგალითად. და უკაცრავად ერთი რამე უნდა გავიხსენო ამ დღეებში მომხდარი. დაწესებულებაში ვიყავი და საქმეზე და ახალგაზრდა იყო გადასვენებელი უკაცრავად სავარჯიშში და თვალი არ მოუთხარია კომპიუტერისთვის ერთობოდა და თან ესე მესაუბრებოდა მეხუთე წერტილზე. ცოტა არც კი წამოჭდა. ხო და აი ესეთი შეიძლება წვრილმანი რამეები უნდა ასწავლოთ ახალგაზრდობას და ეს არის სწორედ კულტურა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებებისთვის. ამ გადაცემის ერთ-ერთი იდეა ისიც არის და ხშირად არიან ხოლმე ჩემთან ახალგაზრდები, რომ ისინი ჩართული იყვნენ აქტიურად იმ პრობლემებში, რაც უფროსებს აწუხებთ და რაც მომავალში მათაც შეაწუხებთ. ბატონო შოთა, გისმენთ? უკაცრავად. სათქმელი ბევრია და ვეცდები ძალიან სწრაფად და ბევრზე თქვა. ერთი, სრული უპასუხისმგებლობა ქალაქის გარკვეული სამსახურებისა საქმისადმი. იმიტომ რომ ამბობენ კეთდება და რატომღაც ჩვენ კომუნისტებმა გვასწავლეს, რომ გაკეთება ნიშნავს ან კარგად გაკეთებას, ან ცუდად გაკეთებას. ერთი სიტყვა გაკეთება, ჩვენ არ გონია, რომ გაკეთებულია, უნდა დავამატოთ, რომ კარგად კეთდება, ცუდად კეთდება. ეს სიმახინჯე მოგდევს და მოგდევს. მე სიამოვნები დავუსავდი კითხვას ქალაქის იმ სამსახურეს, რომელმაც მაგალითად ქუჩაში იგივე გამწვანებასთან დაკავშირებით გამბრძანეთ, ხეები გადახერხეს, კი არ გადაბელეს, გადახერხეს, რომლებიც აღარ იზრდება ტოტები, მე ამ წინებზე სურათიც დავდე მაგასთან დაკავშირებით. ეხლა თუ ეს გაკეთება, ამაზე პასუხი ვიღაცამ უნდა ააგოს, იმიტომ რომ მე ხელფას მე თვითონ უხდი. აი ქალბატონმა სწორედ შენიშნა, რომ კომპიუტერთან იჯდა ახალგაზრდა, რომელსაც ხელფას მე უხდი. ხო? და ის ვალდებული კი არ არის. ის გასაგდებია სამსახურიდან, იმიტომ რომ კარგად არ ემსახურება. იგივე ის სამსახური, რომელიც ხეებს კი არ ალამაზებს, არამედ
გადახერხავს და ესე დატოვებს. იგივე ის სამსახური, რომელმაც ის ტროტუარები ხევის რეაბილიტაციის დროს ის ფილები რო ჩააგდო, რო გახედა, გული აგერევა უკაცრავად, სახში არ გააკეთებენ იმას. ხო? იმას არ უდგება ეს სამსახური და ამაზე პასუხისგება უნდა იყოს. ვიღაცა უნდა მოსთხოვოს პასუხი. კატასტროფულად მოიმატა ქუჩებში მაწანწალო ძაღლების რაოდენობა. კატასტროფულად. ეს არ ვიცი, ეს არის აი ოდითგანვე გადახედეთ 100 წლის წინანდელ პრესას, მაშინდელ გაზეთებს ქუჩაში ძაღლები, ქუჩაში ძაღლები, ქუჩაში. თითქოს უკაცრავდა მარკეტინგის ინდისიერებაზეა უკმენენ თუ არა ადამიანს. შეიძლება თავისუფლად დადიან ქუჩებში. ეხლა ხალხს ეშინია ქუჩაში გამოსვლა. ნამდვილად ესეა. ეს არის სერიოზული. მე-4 წელი დაიწყო თუ 4 წელი გახდა, აღარც მახსოვს. რა გახდა შუქნიშნები დგა, ხო? იქნება ცოტათი მიეხმაროს. სპეციალურად ხო არის ვიღაცა ამაზე პასუხისგებელი, რატო არ თხოვენ ამას? კარგი, მერიას არ ეკუთვნის, მაგრამ ხო არის ამაზე პოლიცია, ხო? რატომღაც ამ ბოლო დროს პოლიციის მანქანების რაოდენობა, რომელიც რეიდებს აკეთებდნენ, შემცირდა, არ ვიცი, ადრე დადიოდნენ ხშირად, უვლიდნენ და რაღაცა თვალსაცემი იყო და შედარებით რაღაცა რიდი იყო ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი რა ხდება, ვერ გეტყვით, არ ვიცი. კარგია რომ ამაზე პასუხი გქონდეს ვიღაცას. რაც შეეხება წყალს მე ქალაქის წყალს არ ვსვავ. ჩემი პასუხი ეს არის. და ძალიან საინტერესო განცხადება ჩვენ ტელემაყურებლებისთვისაც, რომლებიც დარწმუნებული ვარ გაითვალისწინებენ. დიახ, ხალბატონო თამა. ქალაქის წყალთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ როდესაც ჩვენ გქონდა შეხვედრა ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვყავდა წყალკანალიდან, მერიიდან ხელმძღვანელები და სწორედ ეს შეკითხვა დავუსვით, რამდენად სუფთა წყალს ვსვავთ, აი ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ სათავიდან რომელიც მოდის უკვე წყალი, ხო, იქ აუცილებლად იფილტრება, მაგრამ იმდენად უკვე ძველი და ის არის გაყვანილობა, რომ აი იქ უკვე ძალიან ბინძურდება და ნამდვილად არ არის სასურველი, რა თქმა უნდა, წყლის დალევა. რა თქმა უნდა, შესაბამისად ბატონი შოთასაც ვეთანხმები, მე პირადად არ ვსვავ ონკანის წყალს. ქალბატონო პატარა წყალთან დაკავშირებით ხალხი ვინც არ სვავს თქვათ ამ ონკანის წყალს, გონიათ რომ ქუჩაში რომელიც წყალიც უნდეს ასვათ და ბურღულ წყალს ვიძახით, ის კარგია და სამწუხაროდ ისინი შესამოწმებლებია, იმიტომ რომ იყო რამოდენიმე წყალი, სადაც ეწერა, შემოწმებული იყო, არ შეიძლება ამის დალევა და მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ლაბორატორიული, თქვათ, კი, მე მახსოვს, კეთდებოდა ხოლმე შემოწმება და იყო მითითება რა იყო, რომელი იყო ტექნიკური წყალი, რომლის გამოყენებაც არ შეიძლებოდა. თუ გაქვთ ინფორმაცია, მე დავამატებ უბრალოდ ის, რაც მე ვიცი. რამდენიმე წლის უკან ჯერ კიდე ინფექციური ფუნქციონირებდა, რამდენიმე წლის ანალიზი მე თვითონ ავიღე და მე თვითონ შევამოწმებინე, მათ შორის კარგად მახსოვს ეგრეთ წოდებული კაკლის წყალი. დიახ. ხო? რომელიც კანალიზაციის წყალზე უფრო ბინძურია. საგანგაშო მე გეუბნებით რამდენიმე წლის წინამდე. იმის შემდეგ არაფერი არ გაუმჯობესებულა, ეს მე გეუბნებით იმას, ის ციფრები სადღაც შენახული. ამ დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვეულებრივად მოიხმარს წყალს. კარგი, დიდი მადლობა. კი ბატონო, აუცილებლად და მიკროფონი. როდესაც ეკოლოგიასთან საუბრობთ, რაღაცნაირად ეკოლოგიაზე საუბრობთ, მარო გამოვიდეს, მინდა აღვნიშნო აუცილებლად თელავის გარშემო გამხმარი ტყე. რომელსაც უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება, იმიტომ რომ სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფაა მოსალოდნელი ამასთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი, ეს დაზიანდა პირველი ქარიშხლის დროს და ზოგი ხე საერთოდ გახმა და მეორე კიდევ რაღაცა პარაზიტი გაუჩნდა. ეს ხეები უნდა მოიკვეთოს აუცილებლად, დაირგას მის ადგილას ახალი, თორემ სერიოზული ეკოლოგიური საფრთხე გვემუქრება. ეს მე ვიცი სერიოზული სპეციალისტებისგან, ამიტომ ყურადღება მისცემთ. 24 საათიან გრაფიკთან დაკავშირებით იყო გუბერნატორის განცხადება, თვლით რომ რეალურ დაპირებებს არ იგებდა ქართული ოცნება არჩევნების წინ და თუ ეს დაპირებები რეალური იყო, რატომ არ ასრულდა? ზოგადად ახლა უშუალოდ რახან მეკითხებით, თქვათ, გუბერნატორთან დაკავშირებით შემიძლია მისი განცხადება იყო სწორად. პასუხი გაგცეთ, რომ თქვათ, მისი გამგებლობის დროს მე ხა გახსოვთ თქვენ აქტიურობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ყველა რეგიონში, ყველა რაიონში ვიცოდეთ სიტუაცია რა იყო და მაგალითად იმ რაიონში ეს იყო დედოფლის წყარო 24 საათიანი წყალმომარაგება თქვათ მიეცა მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა. ეს მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტია და არა. თელავთან მიმართებაში კი დაპირება არის იმის რომ წყალი იქნება 24 საათიანი და ეს იყო ის რომ ეს იქნებოდა სწორედაც გუბერნატორის ერთ-ერთი მთავარი და უპირველესი გასაკეთებელი და მე პირადადაც მისაუბრია თქვათ უშუალოდ აი ამ თემასთან და მინდა გითხრათ რომ აი ამასთან დაკავშირებით 7 მილიონი ლარია გამოყოფილი არ ვიცი
აქ შეიძლება აი შეხვდნენ კიდეც ჩემი კოლეგები თქვა წყალკანალის თქვა წარმომადგენლობას და დამატებით შემიძლია გითხრათ რომ შუალედური რეზერვუარები კეთდება სადღაც კავკასიონის მიმდებარე ტერიტორიებზე შიდა მაგისტრალური ისინი იცვლება ჩვენ დღეს პრობლემა არა გვაქვს და ხაზგასმით მინდა გითხრათ იმის რომ თქვათ დებეტი იმ რაოდენობის არ კონდეს დებეტი ჩვენ გვაქვს ანუ მოცულობა დებეტი აი რაც წყალი გჭირდება მაგრამ ჩვენ ვართ რელიეფურად ისეთ ადგილას განლაგებული სადაც დანაკარგი გვაქვს შიდა სამაგისტრალო ხაზები აქვს განსხვავება ალბათ ამ რელიეფის გათვალისწინებით გაკეთდებოდა რომ 20 საათიანი გრაფიკი უნდა ყოფილიყო მერწმუნეთ აი მე რაც ვიცი და მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ 24 საათიანი წყალმომარაგება მივიღოთ და ერთსაც დავამატებ ხა ვიღაცას თუ უნდა რაღაც თქვა სიტყვაზე ხშირად გავიგონებთ რომ ვიღაც არ ვიცი ნაციონალური მოძრაობა რომლებსაც რა ვიცი თელავში კონკრეტულად თელავში ათეულობით მილიონი ლარი აქვს არ ვიცი ათვისებული ჭყალებში ვიტყვი და ის წამოაძახებს ვიღაცას რომ აიცი რა 24 საათიანი შემპირდი და 12 წელი თუ 9 წელი არ ვიცი ათეულობით მილიონი ლარებს ხარჯავდნენ ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ მეც როგორც აი ჩემმა კოლეგებმა თქვეს ნამდვილად ვიცი და კონკრეტულად მე მისაუბრია ხარის გუბერნატორთანაც ამ თემაზე ქალაქის მერთანაც წყალკანალის ხელმძღვანელობასთან და მათ შორის დღეს თელავის მუნიციპალიტეტის თემის გამგებელი ალიკა შათირიშვილი ხელმძღვანელობდა აი ამ სამსახურს და მასთანაც ამოქვს აი ამ თემაზე საუბარი. ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგევართ და ეს პრობლემა მოითხოვს ძალიან სერიოზულ თანხებს. აი აქედან გამომდინარე მერწმუნეთ ხარ ვიცი 7 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან მხოლოდ აი ამისთვის ცოტა არ არის იმ ბიუჯეტის ფონზე რაც გვაქვს ჩვენ კარგი საინტერესოა ჩვენი სტუმრები რომლებიც სტუდიაში არიან რამდენად განიცდიან იმ პრობლემას განსაკუთრებით მაღაზია და სართულებზე ვინ ცხოვრობენ საკუთარ მხრებზე რამდენად გადააქვთ ის პრობლემა რასაც ქვია წყლის გრაფიკი ნანა გისმენ კი ბატონო პრობლემა ნამდვილად არის ზედა სართულზე ვცხოვრობ და ნამდვილად არის პრობლემა მაგრამ მე აღარ შევჩერდები ამ წყლის პრობლემაზე იმდენი ითქვა უბრალოდ რადგან ბატონი შოთა აქ გვესწრება მინდა შემდეგ საკითხზე გავამახვილო ყურადღება გასაგებია რას ვსვავთ მაგრამ რას ჭამთ ამ ქალაქში როგორია ჩვენი სერვისები ამ თქვათ კვების კულტურა ღირებულებები ცალკე თემაა არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური რომლის უშუალო მოვალეობაში შედის შეამოწმოს თავის მიმართულებით ხო რა მდგომარეობაა ქალაქში დღეს როდესაც ჩვენს ქალაქში ხორცს ისევ წკეპლით ასუფთავებენ წერებისგან ისიც საკამათოა ხომ რის ხორცს ჭამთ ამ საკითხზეც მინდა ბატონო ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით მაშინ როდესაც სახლში მიგვაქვს პროდუქტები და ამ პროდუქტებს სარეცხი საშუალების რაღაც ესეთ ქიმიური სუნი აქვს და როდესაც ეს კვებითი პროდუქტები სადაც მათ შორის ბავშვის კვებითი პროდუქტებიც იყიდება სარეცხი საშუალების და სხვა მოკლედ ხო გვერდით მაშინ როდესაც ვენახის და ასე შემდეგ შესაწამლი ქიმიური ნივთიერებები ავტოსადგურის ტერიტორიაზე იყიდება ისევ სასურსათო სადაც ღიად დევს ასე შებოლილი ზეხვეული თევზი და ასე შემდეგ ხო ვინ უნდა აკონტროლებდეს ამას მხოლოდ წყალი არ არის რა თქმა უნდა ძირითადი პრობლემა არის ეს ხო უშუალოდ სასიცოცხლო დანიშნულების მაგრამ არანაკლები პრობლემა არის ეს არის თუ არა ეს რეალურად პრობლემა და მე როგორც ვიცი ეხება სურსათის უვნებლობის სააგენტოს რომელიც ძალიან პასიურია ჩვენს ქალაქში ამას წინათ ყვებოდა ერთი მასწავლებელი რომ შეიძინა წიწიბურა მაღაზიაში და ის რა ქვია იმას რითიც იღებენ ამ წიწიბურას შემდეგ გამოიყენა შაქარიც იგივე იმით ჩაყარა ხო წიწიბურას რეცხავთ და საკმაოდ დიდხანს უნდა გარეცხვა მოგეხსენება შაქარს ვერ გავრეცხავთ როდესაც იგივე მასაღები რაღაცა ხო იღებენ და გვიყრიან ხო ჩვენი კულტურაც რას უნდა ვითხოვდეთ როგორი მომსახურების სერვისს უნდა ვითხოვდეთ და ვის უნდა ვთხოვდეთ ამაზე კონტროლს ალბათ ესეც არის კიდევ თუ პრეტენზია გვაქვს იმაზე რომ კულტურული ქალაქის კულტურული მოქალაქეები ვართ. შესაბამისი სამსახურები უნდა მუშაობენ. აი ამას ვამბობ ზუსტად. უნდა მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, უნდა ამოწმდეს სურსათის უვნებლობის სააგენტო. ვადაგასულ პროდუქტებს რაც შეეხება, როდესაც შევიძენთ რაღაც მაგალითად რძის ნაწარმს და ვყიდულობ მაცივრიდან და აღმოვაჩენ რომ ეს მაცივარი ჩართული არ არის.
ბატონ შოთა, არის თუ არა ეს რეალური პრობლემა და თქვენ როგორც ექიმი, ინფექციონისტი ხო ხდებათ თუ არა მომეტებული შემთხვევები, აი ამის გამო ჩვენს ქალაქში, ამ დარღვევების გამო? ეს ერთ-ერთი სერიოზულესი პრობლემაა და ამის თავი და თავი არის ინფორმაციის ნაკლებობა, ამის თავი და თავი არის ზოგადი გაჭირვება, ზოგადი ფონი, რომელიც აიძულებს მოსახლეობას, რომლებმაც კარგად იციან რა არის ცუდი და რა არის კარგი, შეიძინონ დაბალი ხარისხის და იაფი პროდუქტი. მე პირდაპირ რადიკალისტი ვარ და პირდაპირ ვამბობ, რომ რასაც ჩვენ ჭამთ, უკაცრავად მაპატიოს უყოლამ არის ნანგავი. ყველას ვეუბნები, ექიმი ვარ მე, თავს გაუფრთხილდით. ვარიგებ რა ინფორმაციაც რა უნდა ვჭამოთ? ის მაინც შეგვიძლია, რომ აი როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ის მაინც შეგვიძლია, რომ იმ მაცივრიდან არა ვიყოთ, რომელიც გამორთულია, ის მაინც შეგვიძლია, რომ ეტიკეტზე მაინც წავიკითხოთ, გამოშვების ვადა, თავი მაინც მოვიტყუოთ, რომ რაღაცას ემსგავსება. ის მაინც შეგვიძლია, რომ იგივე მოქალაქე ვარ მე და იგივე პრობლემა მაქვს და ვარჩევ, რომ კარაქი ეწეროს მაინც რა ნორმატივებით შემოიღეს და არ ეწეროს ან საერთოდ არაფერი არ წერია და სისულელე წერია, აწერია სპრედი და არის 82%-იანი, ეს არის ლაფსუსი, ესეთი რამე არ არსებობს და ამას უნდა ყავდეს პატრონი. მოხმარებას მოეთხოვება ასეთი განათლებულობა თუ მოსამართლეობა? განათლება თუ შესაბამისი სამსახურები უნდა ზრუნავდეს? რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი სამსახური, მეც ვიცი რომ არსებობს, რატომღაც აქტივობა არ ვიცი. არ გამიგია რომ შერჩევით ღებულობდნენ მაღაზიები და ნიმუშებს იღებდნენ მიქოდი. არ გამიგია. თუ ისმენს რამე ხსმენიათ მსგავსი ბატონო. საინტერესო სტუდენტების აზრი ამ თემებზე, რაზეც საუბრობთ, გვერდით გადააწოდოთ ბატონო შოთა, გამოვედით. წინა რიგში თუ შეიძლება სტუდენტებს თხოვე სიტყვა. ყვებას რაც შეეხება, მე ძალიან დიდი ხანია უკვე შევწყვიტე ხორცის მიღება, იმიტომ რომ ვიცი, რომ აქ ნაყიდი ხორცი არ არის კარგად შემოწმებული და ვცდილობ, რომ სხვა ცილოვანი საკვებით და სხვადასხვა პროდუქტებით ჩავანაცვლო ეს პროდუქცია. და მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ძალიან კარგად გადაამოწმო ხოლმე ის, რასაც მიირთმევენ, იმიტომ რომ ისინი ვართ, რასაც უჭამთ, როგორც წესი. რა ვიცი, რა გითხრათ, ადრე იყო ხოლმე ინტერნეტში ემულგატორების სია. ეხლა თქვენი საუბრეთ კარაქზე. რატო უნდა მივირთვათ კარაქი, მაგასაც ვერ ხვდები, იმიტომ რომ კარაქი არის კანცეროგენებით სავსე და კიბოს, ასე ვთქვათ, კიბოს საშიშია, როგორც ცეცხლსაშიშია სიტყვას, კიბოს საშიში, არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა. არ შეიძლება კარაქის ერბოს მიღება. იმიტომ რომ მცენარეულ პროდუქტებზეც ამბობენ ხოლმე, რომ გენმოდიფიცირებულიაო და რა უნდა მიიღოს საკვებად ადამიანმა ძალიან რთული საკითხია ქვეყანაში როგორც. კვების, არ ვიცი, მე ამ თემაზე რა უნდა გელაპარაკოთ, ამდენად კომპეტენტური ვარ, მე ჩემი ცალკე კვების რასაც შეიძლება ცალკე გაიგო. მე გაგვიზიარეთ გადაცემის შემდეგ თქვენი გამოცდილება, მანამდე იქ მიკროფონი მიაწოდეთ. ცალკე გადაცემა უფრო უნდა დაეჭოს კვება იმდენად რთული. გაუცნოთ მოიჭინა. ხელფასვის უხდით ვინ არის? კვების პრობლემა, მე ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან ამაზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობა. და ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო გლობალური, ვიდრე ლოკალური, რადგან უფრო მასშტაბურად რომ ვიაზროვნოთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ არ გვაქვს ჯანსაღი სოფლის მეურნეობა და იძულებული ვართ იმპორტირებული საქონელი მოვიხმაროთ და არ გვრჩება არჩევანი და ვიღებთ, იძულებული ვართ ყველა მივიღოთ ის პროდუქტი, რასაც გვაწვდიან. ეს უფრო სახელმწიფო პრობლემაა, ვფიქრობ, ვიდრე ადგილობრივი, თუმცა რა თქმა უნდა შესაბამისი ორგანოებიც იმას რაც შემოდის, ამასაც აუცილებელია რომ აკონტროლებდნენ. ადგილზეც არის ადგილობრივი სამსახურები და ნამდვილად უნდა ამოწმებდნენ მათი კომპეტენცია ეს და ხო, მე თელავში მომთად არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არიან, თუმცა შეიძლება დავამატო. სკოლებში, როგორც ვიცით, არის ბუფეტები, სადაც სასკოლო დროს სკოლაში როცა იმყოფებიან ბავშვები შეუძლიათ რომ დანაყრდნენ. ძალიან კარგი იქნება გააკეთოს მონიტორინგი იგივე სურსათის უნებლობის საანგკეტოს წარმომადგენლებმა, რომლებიც არიან კახეთშიც, თელავშიც აქვთ ოფისი და გააკონტროლონ რა სჭამენ ჩვენი შვილები.
იმიტომ რომ სახლში შეიძლება დაიცვას მშობელმა, ხო, თავისი შვილი რაღაცა მავნე პროდუქტებისგან, მაგრამ სკოლაში ისინი ვერ აკონტროლებენ რა პირობებში, როგორ მომზადებულია ეს ყველაფერი, აგერ აქ გვესწრებიან მოსწავლეები და ისინი დამეთანხმებიან, რომ მთელი დღის განმავლობაში ბავშვი არის გამოსული. სკოლის მერე მიდის მასწავლებელთან, ხო, დამატებით რაღაცა ემზადება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სახლში შედის გვიან ღამით. და აი ამ დროის განმავლობაში, რას მიირთმევენ, ნამდვილად უნდა იყოს ჩვენ სახელმწიფოში, მოკლედ შესაბამისი ორგანოების ინტერესი. მე მითხარ სწორედ მოსწავლეებს გადავცეთ სიტყვა, დღეს გვესწრებიან სტუდიაში თელავის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ძალიან საინტერესო იქნება, როგორია მათი თვალით დანახული თელავი და ქალაქის პრობლემები. მოგესალმებით, ჩვენ ვართ თელავის მე-7 საჯარო სკოლიდან. მე ვარ თამარ კოზაშვილი. მართლაც ბევრი პრობლემა თელავში, მაგრამ გამოვყოფ ერთ პრობლემას. ეს არის განათების პრობლემა. ჩემი აზრით დიდი პრობლემა არის მართლაც ეს. აი მოვიყვან მაგალითად გვიან გვაქვს მასწავლებელი ზოგს და ემზადებით გარკვეულ საგნებში და კი მასწავლებელი და რომ უბნიდან უბნში რომ გახუდეთ არ არის არანაირი განათება და რა ვიცი გვიწევს სიბნელეში სიარული და მშობლებიც ხომ ღელავენ ამაზე. რამდენი მაწანწალებს აღლიქოთ თან ბლუ. კარგი იქნება თუ რომელ ქუჩაზეა საუბარი? როგორ? რომელ ქუჩაზეა საუბარი? რომელ ქუჩაზე საკმაოდ დიდი პრობლემებია ხა? ბევრ ქუჩაზე. კარგი, გადააწოდეთ მიკროფონი, დიდი მადლობა. მე ვარ იაკოვა შირავა და მინდა ვილაპარაკო თელავის პრობლემებზე. თელავს არაერთი პრობლემა აქვს და მათ შორის ერთ-ერთია აუზის არქონა. და ამიტომაც ჩვენ ძულებულები ვხვდებით ზაფხულში აურჩიოთ სხვა კურორტი დასასვენებლად და ეს გამოიწვევს დიდ ხარჯს. და ასევე მიმაჩნია, რომ უნდა იყოს თელავში ადგილი, სადაც ჩატარდება ცურვის გაკვეთილები. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო წინადადებაა, იმედია. ხელისუფლება გაითვალისწინებს პოტენციალი გვაქვს უნივერსიტეტში. მე ვარ სოფო ასანაშვილი და როგორც ვიცით, თელავი ითვლება ერთ-ერთ კულტურულ ქალაქად, მაგრამ სამწუხაროდ თელავში არ გვაქვს კინო. მე და ჩემს თანატოლებს გვიხდება ინტერნეტის საშუალებით ამა თუ იმ ფილმის ყურება, მაგრამ სულ სხვანაირი ხიბლი აქვს მეგობრებთან ერთად დიდ ეკრანზე ყურებას და გთხოვს მდოქტორებთ მე და ჩემს თანატოლებს კინოს გარეშე. დიდი მადლობა. შენიერია. მე ვარ თიკოთიაშვილი. თელავში არის უამრავი პრობლემა და მათ შორის არის ერთი ისეთი, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს არ აქვთ ისეთი ადგილი, არ არის თელავში ისეთი ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია თავისუფალ დროს გავერთოთ. თუ არ ჩავთვლით ნადიკვარს და მოედანს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთი პარკი ამ ქალაქში არ არის საკმარისი და უკეთესი იქნება თუ იქნება უფრო მეტი კლუბები და პარკები. მადლობა. მე ვარ ლიკასლავი და ყველა ამ ჩამოთვლილ პრობლემასთან ერთად გამოყვავდი საგზაო ნიშნების პრობლემას. იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ყოველ დღე მიწევს ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადასვლა და რეალურად ხდები იმ პროცესის მონაწილე, რომელიც ჩვენს ქუჩებში საგზაო თვალსაზრისით არის შექმნილი. ამიტომ, ხაზს უსვამ საგზაო ნიშნების ნაკლებობას და ვფიქრობ, ეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. იმიტომ რომ რეალურად იქმნება ავარიული სიტუაციები. დიდი მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ტარუღაშვილი, ცხოვრობ თელავში და ყოველ დღე მიწევს გარეთ გასვლა და ჩემი დიდი პრობლემაა ურნების არ ქონა, საკმარისი ურნების არ ქონა. ნაგვის ურნებზეა საუბარი ალბათ, დიახ. და საკმარისი ურნები რომ იყოს, დიდსა თუ პატარას იძულებული გახდება რომ ჩაყაროს ნაგავი ურნებში. და როდესაც გავდივარ გარეთ თელავში ბიჭების 90% თავისუფალ დროს ატარებს გართობაში და სვავს. და ჩემი სურვილია გაკეთდეს უფასო ტრენაჟორები, რომ თავისუფალ დროს წავიდნენ ივარჯიშონ და ჯანსაღების ცხოვრებას. კიდევ აუცილებლად მოусმეთ მოსწავლეს, მანამდე ტელემაყურებელი უნდა ჩაგვერთვა სატელეფონო შეკითხვით, მოგესალმებით და გისმენთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ძალიან სასიამოვნოა. იქნებ ტელევიზორს მოსწავლეთ. თელავის პრობლემებია საუბარი. დიახ. თბილისში გვატკეციოზე. სადაც კორელების საერთობილად არის განთავსებული. ხმარის მის სტუდიაში თუ შეიძლება აუწიოთ. ნაგვისა
ძველი ორმაც აიღეს. დავჭით მთლად ისე ნაგასაყრელი გახდა ყოველი ბუჩქი, ყოველი რომელ ქუჩაზეა საუბარი თუ შეიძლება რომ გითხრათ? თბილისის გზატკეცილზე. გასაგებია, თბილისის გზატკეცილზე გვაქვს ნაგავსაყრელის პრობლემა. დაბურეკეთ, ზემდგომ ორგანოებს, მაგრამ მხოლოდ უგუნისერწმუნებული ეწოდებული გელა ძალიან უნიკალია ჩვენი პრობლემები გულთან ჩამობრძანდა ინახულა გადასცა შემდეგ ბატონ პეტრეს და არავითარი რეაგირება არ აქვს. მთელი ნაგვით არის მიმოფანტული ეზო, ვდგევართ მოსახლეობა და ვასუფთავებთ უყრიდით იმჯერ ურნაში, მაგრამ ისიც წაიღეს. იმის მაგერად რომ კიდევ მოეტანათ, შეწუხებულები ვართ დღესაც რამოდენიმეჯერ დავრეკეთ. ძალიან გთხოვთ, როგორმე ეს საკითხი იქნებ თქვენი სასწავლებით მაინც მოაგვარონ. არა და მოსახლეობას ამბობთ ერთ ტაქსში ჩავაწყობთ იმ პარკებს და რაიგუნის განკუთვნილ ადგილზე, სადაც ხდება იქ დავყრით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო, ძალიან საინტერესო და აქტუალური ჩართვისთვის. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ თბილისის ქუჩაზეა საუბარი, ნაგვის სურნების არქონებით იქნებ მოაგვარონ ეს პრობლემა და კვლავ მოსწავლეებს მოусმენთ, რომლებიც საუბრობენ ქალაქის პრობლემებზე. თუ გაქვთ კიდევ მოსაზრებები, საინტერესო იქნება. გისმენთ? კარგით, მაშინ მოსწავლეები მოიფიქრებენ ერთი პრობლემა, რადგან ურნებზე იყო საუბარი. მე პარალელურად ვასწავლი თელავის მეშვიდე საჯარო სკოლაში, ალბათ ყველა მიცით სად მდებარეობს ეს სკოლა. გვერდით არის საერთო საცხოვრებელი კორპუსები. მერიამ სხვათა შორის გაითვალისწინა სკოლის დირექციის მოთხოვნა, რომ დაედგათ ურნები იმ მოსახლეობასთან ახლოს, საიდანაც ბინძურდება სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ზუსტად იმ სკოლაში, ზუსტად იმ მოქალაქეების შვილები სწავლობენ, იქვე ახლოს არის ეს კორპუსები, საიდანაც მოქალაქეებს ნაგავი გამოაქვთ. მოსახლეობა იყო წინააღმდეგი, მერიას ვერ დავემდურებით, მას მოიტანეს ეს ურნები, მაგრამ მოქალაქეები იყვნენ წინააღმდეგი, იმიტომ რომ რაღაცა თავისი მოსაზრებების გამო ხო იქ იქნებოდა სუნი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ურნები ისევ გაიტანეს და შედეგი მივიღეთ რა, იმაზე მეტი ნაგავით არის სკოლის ეზო ყოველდღიურად ივსება, რაც იყო აქამდე. იქნებ მივმართოთ, აი გამოვიყენოთ ეს ტელეეთერი და მივმართოთ ყველა მოქალაქეს, რომ ამ სკოლაში სწავლობენ თქვენი შვილები, თქვენი შვილიშვილები და ძალიან გთხოვთ, ნუ დაყრით ნაგავს იქ, სადაც ჩვენი მომავალი ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთ ტელემაყურებელს უნდა მოვუსმინოთ, რომელიც გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით და გისმენთ. ხო, დასვათ გრიბოედოვის ქუჩიდან. გისმენთ. ეს კალათბურთის მდგომარეობაა ძალიან ხაულელია ქუჩა. ანალიზები მივმართეთ მერიასაც ამ პრობლემით არ არის საშუალო და რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, გვაინტერესებს. რომელ ქუჩაზეა საუბარი, თუ შეიძლება რომ გაგვიმეოროთ? სამწუხაროდ ვერ გავიგებთ. რომელ ქუჩაზეა საუბარი, თუ შეიძლება რომ გითხრათ? გრიბოედოვის ქუჩაზე. გრიბოედოვის ქუჩაზე, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ჩატარდა ერთგვარი გამოკითხვა მოსახლეობის იმ პრობლემების გამოსავლენად, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ თელაველებს და ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პრობლემა. უდიდესმა ნაწილმა მოსახლეობის მხარი დაუჭირა მუნიციპალური გზების და მანქანების ადგომების მოწესრიგების პრობლემას, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის პრობლემას და კიდევ ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც დასახელდა ნაგავსაყრელის პრობლემაც იყო, მაგრამ რადგან ვისაუბრეთ ამაზე, აღარ შევჩერდები, ეს იყო საკანალიზაციო სისტემის გაუმართავობა, მოძველებული საკანალიზაციო სისტემა, კანალიზაცია, რომელიც კვლავაც წლების განმავლობაში ჩაედინება სარწყავ არხში, რომელიც არის თავღია, გადის დასახლებულ პუნქტზე და ეს პრობლემა კვლავაც პრობლემად რჩება. მთელი ქალაქის კანალიზაცია, ფეკალური მასები ჩაედინება იქ, სადაც ჩაედინებოდა, რაც თავი მახსოვს და ვარ თელავში მთელი წლების განმავლობაში. ამ პრობლემის შესახებ რომ ვისაუბროთ,
რამდენად მოგვარებადია და თვლით თუ არა რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. რა გზავნილები გაქვთ ხელისუფლების მიმართ? რა თქმა უნდა, ჩემი პირველი გზავნილი ხელისუფლების მიმართ იქნება ის, რაზეც ახლა რეკავდნენ ჩვენი ტელემაყურებლები, ყველა მოხს რომ მივედით მერია დაგვპირდა, მერიასთან მივედით და რეაგირება არ ქონდა. მე მესმის ახლა აქ შეიძლება პოზიტივზეც ვისაუბროთ, მაგრამ დღეს რა მოკლედ რო გვაქვს, აუ ჯობია ალბათ პრობლემებზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავის ანგარიშში, როდესაც მოვა პოზიტივზე თვითონ ისაუბრონ. კი. იმედია მოვლენ. აი ეს არის პრობლემა. მესმის ახლა მაგალითად ურნებზე რა პრობლემაზეც და არის გამაყურებელმა. ფიზიკურად შეუძლებელია ყველა ქუჩაზე და ყველა უბანზე დადგა, მაგრამ როდესაც მიდის მერის წარმომადგენელი და პირდება რომ კი ამ კვირაში მოგიგვარებთ აუცილებლად, ჯობია უთხრა მოსახლეობას რომ ფიზიკურად შეუძლებელია, ჩვენ ბიუჯეტში არ გვაქვს, მოდი ერთად ჩვენ თანადაფინანსებით 100 ლარს დაგიფინანსებთ 200-ს, დანარჩენი თქვენ უბანში ეს მაყურებელი კი აღარ დარიკავს და იტყვის რომ მერიას ვალოდებია წავალ და ნაგავს მერის წინ დაყურე. არამედ იტყვის რომ ის თანადაფინანსებით მოგივა, მოკრეფავენ ფულს და რაღაცას გააკეთებენ. ხო, ეს არის ძალიან მარტივი. რაც შეეხება ახლა ამ კანალიზაციის პრობლემებს. თელავიდან რო გავხართ ძველი აეროდრომის ტერიტორიაზე შეუძლებელია გავლა ეს წლების განმავლობაში ალბათ რაც თავმახსოვს მე წესია სუნი საშინელი იქ ტურისტი გაივლის თუ ჩოროერი მოქალაქე საშინელი სუნია. ამას არ ჭირდება დიდი ასე თქვათ 100 მილიონი და თუ 1 მილიონი, ამას ჭირდება ეფექტური მუშაობა, კონკრეტული სამსახური გაგზავნო, ტრაქტორით მოთხარონ, ის გაჩვეთილი მილი დაზიანებული მილი გადააბანთ ხმდაც დროებით, იმიტომ რომ ალაზანში ჩავა ყველა ვარიანტი სხვაგან ვერ წაიღებენ, ეფექტური მუშაობა ჭირდება მას. მაგრამ სამწუხაროდ როგორც დღეს აღმოჩნდა რომ ჩვენთან არსებობს სურსას უზენოების სამსახური, მაგრამ არაფერს არ აკეთებს გარდა ხელფასებისა, არის ეთყობა მერიაშიც და კონკრეტულ ორგანოებში ესეთი ხალხი. აი ეფექტური მუშაობა. აი ერთი პრობლემა რომელზეც ჩვენ არც ერთმა არ ვისაუბრეთ და ერთ-ერთი პირველი პრობლემა ეს არის საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემა რა. დიახ, აუცილებლად. შეუძლებელია ამის გარეშე ტურისტული განვითარება, შეუძლებელია ამის გარეშე ზოგადად ადამიანებმა მოქალაქეებმა თქვათ ისარგებლონ ქალაქში მოვიდნენ და ზოგადად ერთ-ერთი დაბინძურების ეს ასე თქვა თეატრის უკან, სადაც მოფარებულში. რაც ალბათ ტურისტებს ყველაზე მეტად ხო და სამწუხარო ის არის რომ ჩვენ ნადიკვარზეც აგვაქვს ეს ტუალეტი. გვაქვს თეატრის უკანას პატარა რეაბილიტაციები. არა, არის დაკეტილი, არ ფუნქციონირებს, ამაზე ბევრი დაპირება ყოფილა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი ამაზე. ეს არა, თქვათ, იმის პრობლემაა დაფინანსების, ანუ ვიღაც პასუხისმგებლობის. ეს არის ეფექტური არამუშაობის პრობლემა. და იმედია რომ ეფექტურ მუშაობას მოყვება. მე მახსოვს ბატონი გოგა იყო ერთ-ერთი უბნის წუნებული ტერიტორიული ორგანოსი და თვითონ მიდიოდა ხოლმე და თვითონ აკეთებდა ბევრ ისეთ საქმეს, რომელსაც მერიას ევალა და გამგეობას, მაგრამ ისინი არ ერთობდნენ. აქ არის უბრალოდ მუშაობის ეფექტურობაზე საუბარი. და მე ვფიქრობ, რამდენად აქტუალურია ის პრობლემები, რაზეც ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ გამოკითხვების მიხედვით საუბრობს და ხასიათს. ძალიან აქტუალურია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი გადაცემით. ფაქტობრივად ყველა ესეთი ძირითადი პრობლემა წინ წამოიწია და ზუსტად ამის გადასაჭრელად საჭიროა სოციალიზაცია. და სოფლიო დონის ყველაზე კარგი მკვლევარები ადასტურებენ, რომ რაც უფრო მეტია ჩართულობა საზოგადოებაში, რაც უფრო მეტია პოლიტიკური გაცნობიერებულობა. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ყველა პირდაპირ გზით ჩაერთოს პოლიტიკაში, არა, პოლიტიკური გაცნობიერებულობა. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს თავისი მოვალეობები და თავისი უფლებები. გაცილებით უფრო კარგი საზოგადოება ყალიბდება. და მე მინდა მაგალითისთვის ვთქვა, აი რა მოიტანა ერთხელ, როდესაც ჩემი თვალით ვნახე, აი ეს ყველა მხარე, როდესაც შეკავშირდა, ეს იყო ამ ზაფხულს, არ ვიცი, ნოდარ ალბათ თქვენ იცით, საზაფხულო სკოლა სტუდენტების ინიციატივით გაკეთდა. ეს იყო შესანიშნავი პრეცედენტი ნატო, რომელზეც იცახიან, რომ საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა არა მარტო თელავში. ჩამოიყვანეს ლექციების წასაკითხად მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და აი ამას აფინანსებდა როგორც საზოგადოებრივი სეგმენტი, ისე სახელისუფლებო და მინდა აი პოზიტივის თვალსაზრისით აღვნიშნო. ხო ჩვენ რაღაცა ბევრი საყვედური გაჟღერდა მერიის მხარეს, მაგრამ მე რაც ჩემით დავინახე, ეს იყო ერთ-ერთი მონაწილე და პროექტის დირექტორი იყო ჩემი ქალიშვილი და ანუ მეც ვიყავი ამ საზაფხულო სკოლაში და ჩემი თვალით ვხედავდი როგორი თანადგომა გამოუცხადა მერიამ ბატონმა პლატონ კალმახელიძემ მისმა მოადგილემ და თანადამფინანსებლები იყვნენ ასევე ლოკალური ბიზნესმენები. კარგით, მე ამას პრობლემას თქვენი კონკრეტული პროექტი იყო გასაგებია, მაგრამ მე მინდა კანალიზაციის პრობლემას არა, ეს კონკრეტული პროექტი არ იყო ნატო. ეს იყო არა მარტო
თელავის, არამედ საქართველოს საქმე. და დღეს თელავზე საუბრობენ ევროპაში ძალიან კარგად. რომ თელავში ჩატარდა აი ამ შეიძინა ამას უბრალოდ. გასაკვირველია, პრეცედენტი იყო ეს, რომელიც სამონო პრეცედენტია, თუმცა კანალიზაციის პრობლემაზე საუბრობთ, კი ბატონო, მე ამაში არაკომპეტენტური. მე მოგახსენებთ იმას, რომ სხვათა შორის ქალაქის მერიამ გამართა ასეთი რაღაც ისეთი სხდომა საზოგადოებასთან ერთად, ეს იყო მუსიკალური ტექნიკუმის დარბაზში და იქ იყო რაღაც პრეზენტაციასავით ასეთი, რომ აუცილებლად უკვე დანადგარები უნდა ჩამოიტანონ აი ამ კანალიზაციის გაფილტრასთან დაკავშირებით და მოხდება აი ამ მუსიკალური მასების ძალიან ხშირად გვესმის ამის შესახებ, რომ არის პროექტი, რომ უნდა დაფინანსდეს, თუმცა წინ ვერ წავიდა ეს საქმე. დღეს მართლა სავალალო მდგომარეობა ბატონო გიორგი, და აუცილებლად მინდა ბატონიშვილთა საზრი მოვისმინო ამ თემაზე. ზოგადად რა თქმა უნდა ერთმანეთს როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? პრობლემები მოსაგვარებელია და თელავში გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. პირველი აი დავითანხმები ნოდარი კარგად თქვა, გვაქვს ჩვენ რაღაც გარკვეულწილად შეიძლება მენეჯმენტთან პრობლემები და თვითონ სამსახურებთან და აი ამ სამსახურებში მომუშავე ადამიანებთან და მე მაგალითად არ ვიცი რეკომენდაციის სახით ვიტყოდი, სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით მე მისაუბრია კიდეს თქვა გადაწყვეტილების მიხედვით პირებთან რომ შესაძლებელია რაღაც არ ვიცი ერთია რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვაკრიტიკოთ და უნდა ვიყოთ კრიტიკულები არჩეული ხელისუფლების მიმართ და მეორეა რომ რაღაცა ჩვენ თქვათ შეთავაზებაც ვიცით ხო ახლა შეგვიძლია ვაკრიტიკოთ, მაგრამ მე რას ვთავაზობ? აი მე მაგალითად ჩემი აზრი არ ვიცი, რაღაც დონეზე საჯარო მოხელეები გადამზადდნენ, რაღაც დონეზე აი ამ ადამიანებს არ ვიცი, რაღაც შევქონათ ისეთი მექანიზმი, რომელი მექანიზმიც თქვათ აიძულებს, იგივე თქვათ კეთილმოწყობის სამსახურია თუ თქვათ სხვა ნებისმიერი სამსახურია, რომ თქვათ რაღაც პასუხისგებლობა იგრძნოს, არ ვიცი, ჩვენ მოსახლეობა, საზოგადოება ჩაერთოს აი ამ მართლობაში და აქვე ვიტყვი, რომ აი ამ კუთხით რაღაც დონეზე ნაბიჯები დგება. მე მინდა ნაგვის პრობლემას და ნაგვის თემას გამოეხმაურო ერთ პატარა რაღაც თქვა და არ ვიცი აი სამართლიანობა მაწუხებს ახლა რომ არ აღუნიშნო ეს თელავში მაგალითად ვიცი რომ ნამდვილად იყიდეს ეს ნაგვის სურნები და ქალაქში ნახავდით რომ არის შესაძლოა ეს არ არის საკმარისი მე არ ვიცი ხა ზუსტი ციფრი არ მაქვს და ამიტომ ვერ ვიტყვი დაზუსტებით თუმცა ერთი სერიოზული პრობლემა რასაც მე თქვა ჩემ მუშაობის პერიოდში თქვა ვაწყდებოდი არის ის რომ რაღაც კონკრეტულ ადგილზე რომ დაიდგება ნაგვის სურნა მაგალითად გამოდის ერთი კორპუსი და თქვა ოჯახი და იძახს იცით რა უკაცრავად რა მე არ მინდა იმიტომ რომ მე მქონდა ჭავჭავაძის გამზირზე მომართეს და მთელი ამბით არ ვიცი გამგებელი შევაწუხე არ ვიცი ვინ აღარ და აი ესე რაღაცა მაშინ ჯერ მოიცა ჯერ შევისყიდით რაღაცას და ნუ რა საიდანაც ორი ნაგვის უნდა ჭავჭავაძეზე იყოს ჭავჭავაძეზეა საუბარი შეეული მარანირო მივიტან ერთდროისით დავდგი რაღაცა რომ მე კარგი საქმე გავაკეთე ჩავთვალე მეორე დღეს ნახევარი უბანი ამოვიდა ეს რა გავგიკეთე ნაგვის უნდა დაგვიდგიო წირო მე ჩავედი შევკრიფე თქვა ეს ხალხი და რაღაცნაირად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე სად დაგვედგა აი ესეთი რაღაც ჩართულობაა საჭირო და ჩართულობაა თვითონ სამოქალაქო აი სამოქალაქო საზოგადოება არ არის ჯერ რაღაც ემბრიონის ფორმაშია მაგრამ რაღაცა აქტიური მოქალაქეები უნდა ჩავერთათ იმაში რომ აი თქვენ აუცილებელია და სოციალიზაციამდე ჩვენ ვერ მივალთ თუ კი ჩვენ რაღაც დონეზე განათლება არ გვექნება უფრო ღრმა პრობლემები გვაქვს და ეს პრობლემები განათლების ისიც საფიქრებელია როდესაც ჩვენ ვიხდით მინდა ერთ-ერთ სტუდენტს დავეთახმო გადასახადებს და დავიქირავეთ ეს მოხელეები მათ უნდა შეასრულონ თავისი საქმე და რო შეასრულონ რა უნდა დავაკეთოთ მომთხოვნები უნდა ვიყოთ აი ესეთები უნდა ვიყოთ ამას ემსახურება ჩვენ დღევანდელი გადაცემაც აი თქვათ იგივე აი სტუმარებაც ბძანა ხო აი აღთოვანებული ვარ ესეთი ახალგაზრდებით. ხედავთ როგორ თამამად, როგორ თავისუფლად, როგორ პირდაპირ საუბრობენ პრობლემებზე. აი ჩამონათვალი იყო არაჩვეულებრივი. თელა კინო, რატომ არ უნდა გქონდეს კინო სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ გაგვიყიდეს ეს კინო და დაგვინგრიეს ძველი თეატრი და ძალიან ბევრი რამე. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ანთავისუფლებს ახალ ხელისუფლებას იმისგან რომ მან არ იზრუნოს ამას და არ გაკეთოს. დიახ, ჩვენ უნდა ვიყოთ ბოდიში ნატო, უნდა ვიყოთ მეტად მომთხოვნები, მეტად პრინციპულები და ვიყოთ როგორიც სამოქალაქო საზოგადოება ხშირად მეკითხებიან აი ბოდიში რომ რა არის სამოქალაქო საზოგადოება რა სიტყვა ხომ ხშირად თქვა Facebook-ზე მაქვს მე ამ თემებზე საუბარი სამოქალაქო საზოგადოება არის რა აი მაგალითად ბატონი შოთა რაინაული არის ექიმი აი არ ვიცი
თქვა ქალბატონი თამარი რაღაც სხვა პროფესიის შენ ნატო გნებას ჟურნალისტი თქვა პროფესორი და რაღაცა თქვა ვიღაც ბიზნესმენი ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს უნდა გვაერთიანებდეს ერთი და ეს ერთი არის რა ქალაქის ქვეყნის განვითარება და როგორ შეიძლება გავაკეთოთ ეს აი ეს შეიძლება გავაკეთოთ რასაც თქვენ აკეთებთ შევიკრიფოთ ხოლმე ვიმჟელოთ და დიდი მადლობა ზარია ეთერში ტელემაყურებელს უნდა მოусმინე რომელიც ახლა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და უცებად მოგცემთ სიტყვას მოგესალმებით და გისმენთ ის არის კიდევ ერთხელ გაწუხებ გენაცვალე აი როგორ ხედავ აი ნაბის პრობლემა ნომერ 1 აი ბატონო როცა გიორგი ნახაგანაკა საფრილებს და ურნებზე საცხოვრებელ სახლებთან არ უნდა იყოს ჩემო კარგებო მაგენი მაგის კრიშები თრობები და სუყოლა ბინძური სუყოლაფერი არ უნდა იყოს საცხოვრებელ ადგილებზე მე სადაც ადრე ვცხოვრობდი ახალგაზრდობაში იქ იყო მანქანები ჩამოდიოდნენ ყოველდღია თან ისე იყო გათერილი რომ 5 წუთი რომ დააგებია იმ მანქანას ყოველ სახლთან დარბავა დროს იყო მანქანა ხოდა ერთი ამბავი ატყდებოდა და არასოდეს ესეთი პრობლემა არ იყო არ უნდა იყოს ბილეთთან ახლა ესა პოდიში გერასოლი მორდა მისთვის არა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ჩართვებისთვის ბატონო მე ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩვენი საერთო გულის ტკივილი მთელი ქვეყნისა არის ის უდიდესი პრობლემა არის რომ დაბერებადი ერი ვართ დაბერებული ვართ უკვე ერი ჩვენთან ახალგაზრდობის პრობლემაა ყველაზე მთავარი ჩვენი მომავალი ახალგაზრდობა გარბის ჯერ ერთი რაოდენობრივად მცირდება და გარბის მე მინდა ქალაქის მესვეურებმა სულ ყველა ვისაც ეხება და არ ეხება აი მოусმინონ ამ ახალგაზრდებს რომლებაც აი ამ გამოსვლით დღეს ულტიმატუმი წამოაყენოს აი გჭირდება ეს ამის უკან არ უთქვიათ მაგრამ დადგება დრო და იტყვიათ არ გააკეთებთ წავალთ ჩვენ კარგავთ ჩვენ მომავალს კარგავთ მე წამსვლელი ვარ ისედაც ფიზიკურად ასაკში ვარ მე ამ საკითხებს ან გადავწყვეტავ რაც არ უნდა ვიჩხუბო მე ნუ მომისმენს ნუ რავინ ჩემსაც ნუ გაიგებენ დაასხარნე ეს ახალგაზრდები და მოусმინონ და შეუსრულონ ის სურვილები აი ამათი სურვილების შესრულება იქნება ყველაზე მთავარი ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა რაც შეეხება კანალიზაციას რაც შეეხება ურნების საკითხს ეს არის ისევ და ისევ აი ერთი ძალიან ცუდი სიტყვა უნდას ხმარობთ ეს მე მგონი გრამატიკულად შორისდებულია ბოდის ვიხდით თუ მეშლება უნდა იყოს ეს არის რაღაცნაირი უპასუხისმგებლობის დამკვიდრების მცდელობა უნდა არის ძალიან ზოგადი ცნება რას ქვია უნდა იყოს კი არა აუცილებელია რომ უნდა იყოს აუცილებელია ის ურნები რატო იწევს უკმაყოფილებას საერთო ბინებთან არ გადის ნაგავი რეგულარულად იქ თავიც ჩდება იმიტომ არის სანიტარია მყნელები ეს უკვე იქამდე მიდის რომ არ არის დაგეგმარება თუ არ არის ის სამსახურები არ მუშაობენ არ აკეთებენ იმას რაც უნდა აკეთოთ ელემენტარულად ხო თქვენდაულოცილობო ვისაც ეხება და არ ეხება სახში კანალიზაცია რო გამფუჭებია თათბირებს არ ვატარებ თქვები და ვაკეთებ ელემენტარულია ვერ გამოვედით ამ კომუნისტური იმიდან შეგნებიდან და რა თუნდა ამას თათბირი აიღე ლაფატკა და გააკეთე რა დიდი მადლობა ქალბატონ ნინო წინადადება გქონდათ ხელისუფლების მიმართ თუ ესე იგი ძალიან მინდა რომ პრიორიტეტი გახდეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მე მაინც ჩემი მაწუხებს იმიტომ რომ ეს საზოგადოებას აწუხებს ხო აუცილებლად განათლებიდან უნდა წამოვიდეს აი ამ პრობლემების მოგვარება განათლება უნდა იყოს ფუნდამენტი იმისა რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება განათლების ბაზას უზრუნველყოფებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კახეთში ხო აი ესეთი ამბავია და მეორე მინდა ვითხოვო კი არა და მოვითხოვო ფაქტობრივად ჩვენი მუნიციპალიტეტისგან რომ ძალიან კარგად მოემსახუროს საზოგადოებას და არ იყოს მხოლოდ სტატუსი თვითმმართველი ქალაქი თელავის რეალურად გამოვიყენოთ ეს ხო იყოს ახალი იდეები ახალი ინიციატივები და ახალი ნაბიჯები მადლობთ ანა წინადადება თუ გაქვთ ხელისუფლების მიმართ
ძალიან დიდი რეკომენდაციებს ვაძლევთ ქალაქის მერიას. ძალიან მოკლედ ვასრულებთ გადაცემას. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადო ტელემაყურებელს ამდენი ნეგატივისთვის, მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა. არასწორი გაზიფიკაციის პრობლემა თელავში, გასცადენი მილებით დაგსელვა ქალაქის ხდება მიწის ზემოდან, იმიტომ რომ ეს ვისოლგას, როგორც ვიცი, ეს არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, უფრო იაფი უჯდება და ეს არის სიცოცხლისთვის საშიში. ცხოვრობ მე-7 სკოლა, მე-7 ბაღის ტერიტორიაზე და მახსოვს 6-7 თვის არა უკაცრავად, თვის წინ ესეთი შემთხვევა, როდესაც უბრალოდ მაღალმა მანქანამ გაიარა გზაზე, გახეთქა გაზის მილი და დადგა ძალიან დიდი გაზის ღრუბელი. ზუსტად მე-7 სკოლის წინ, სადაც არიან ბევრი ბავშვები, ძალიან ბევრი მოსახლეები და იქნებ ვინმე ეს პრობლემა მოაგვაროს და გადაჭრას. კი ბატონო, ბატონოდარ და შემდეგ გადააწოდეთ მიკროფონი. დიახ. ანუ რადგან ვასრულებთ, მე მინდა ჩემი მიმართვა. დიახ. ადგილობრივი ხელისუფლების მესეურებს, მაღალჩინოსნებს. ნუ იზავთ იმას, რომ მთლიანი ძალაუფლება აიღოთ საკუთარ ხელში, იმიტომ რომ დიდი ძალაუფლება ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ამ ძალაუფლებასთან ერთად ამ პასუხისმგებლობის ტვირთსაც იღებენ. ეს ძალაუფლება გაუნაწილეთ ხალხს, გაუნაწილეთ ადამიანებს, თქვენ ამორჩევლებს და ამით გაუნაწილეთ პასუხისმგებლობასაც და მე ვთხოვ თვითონ მერიას, ჩვენ ამ კრიტიკას ნუ მიიღებთ და ჩვენ ვაკრიტიკებთ, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი გული ვტკივა, ესე იგი გვიყვარს. და ჩვენ მერიის გვერდზე ვართ, ჩვენ თელავის გვერდზე ვართ. დიდი მადლობა გისმენთ, თუ გაქვთ მოსაზრებები, კი ბატონო. მოწოდება მინდა გავუკეთო ქალაქის ხელისუფლებას, რომ იქონიონ მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ისე საკრებულოს წარმოადგენლებს, იგივე აღმოსავლეთის პატარა ერთთვიანი მას მეც ამოქვს. მოკლედ მე მინდა მაყურებელსაც მიმართო და შევახსენო და ალბათ არ შეიძლება გქონდათ კიდეც ამაზე საუბარი, რომ ეხლა მიდის სწორედაც აი ამ პერიოდში მიმდინარეობს საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარება და აი ამ კუთხით შესაძლებელია ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს წინადადებით, მე მაგალითად კონკრეტულად ეს რეკომენდაციები და პრობლემები რაზეც საუბრობთ, გაითვალისწინონ და არ ვიცი ხა მე მაგალითად კიდე გავიმეორებ წერან თქვი და აღნიშნო მე მაგალითად კომუნიკაციის პრობლემა არც მერიასთან აქვს, არ ვიცი არც ცენტრალური ხელისუფლების თქვა სამხარეო ადმინისტრაციასთან არ მაქვს და აი ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვა 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებაში ორი კონკრეტული პროექტით მიმართე მაგალითად საკრებულოს. მიმართული მაქვს, არ ვიცი, იმედია რომ დააფინანსებენ და ეს არის თქვა სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა წრეებში დაფინანსება დიდ თანხებთან არ არის და იმედი მაქვს რომ გაითვალისწინებენ და ასევე ჩვენც აი ახალგაზრდებს მიმართავ, მოსახლეობას მიმართავ, შეუძლიათ რომ თქვა აი ეს მიმართონ, თუ რამე პრობლემა აქვთ, მე აქვე მინდა ეს სერვისი შევთავაზო, არ ვიცი, ჩემი ტელეფონის ნომერი შემიძლია რომ თქვა უთხრა, Facebook გვერდზე მომწერონ, არ ვიცი, ტელეფონზე დამირეკონ, მნიშვნელობა არ აქვს, იდეა მომაწოდონ, მე შევიტან ამ იდეასაც. იმედია ხელისუფლება თავად უსმენს ამ გადაცემას და გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რაზეც ვსაუბრობთ, გისმენთ თუ შეიძლება? ძალიან მინდა რომ პატარა შეჯამებასავით გავაკეთო, ასე ვთქვათ. პირველ რიგში, ანუ ახლა რაც მინდა ვთქვა, ის არის რომ მხოლოდ პრობლემა არ მდგომარეობს იმაში, რომ ვთქვათ უნივერსიტეტში, ნუ განათლების ხარისხი, უნივერსიტეტი აძლევს კი ბატონო სტუდენტებს გვაძლევს განათლებას და უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ შემდეგ ხდება ახალგაზრდების მიგრაცია, გადინება, იმიტომ რომ არ არის დასაქმების საშუალება და ეს პრობლემა მანამდე იარსებებს და მანამდე იქნება ახალგაზრდების მიგრაცია, ვიდრე ეს პრობლემები არ მოგვარდება და ძალიან კარგი იქნება თუ ეს საუბარი არ დარჩება უბრალოდ სიტყვებად და ანუ ეს პრობლემები რეალურად მოგვარდება. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო და ქალბატონო ნანა და უნდა დავასრულოთ გადაცემა. ზუსტად მე მინდა ეს აღნიშნო, რომ როგორიც არის საზოგადოება, ასეთი არის ხელისუფლება. მე მინდა მიმართო ყველას აბსოლუტურად, რომ იაქტიურონ სწორედაც ისინი არიან ის ბერგედი, ვისაც შეუძლიათ ძალა ზოგადად საზოგადოება, ვისაც შეუძლია აკეთებინოს, დაეხმაროს ხელისუფლებას ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში. დიდი მადლობა, ნანა. მე მიმართავდი ქალაქის მერს და კიდევ სხვა ოფიციალურ პირებს. აი ამ ბავშვებმა დღეს პირველად ტელეეთერით გააჟღერეს თავისი სურვილები. შეუსრულეთ მათ ეს პირველი თხოვნა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ბავშვები დარწმუნდნენ იმაში, რომ თუ კი ითხოვ, შეგისრულდება.
და იცოდე როგორ მოითხოვო იმისთვის რომ შეგისრულდეს ის რაც გეკუთვნის. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიალოგი სრულდება. დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები. ძალიან დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა ტელემაყურებლებს აქტიურობისთვის. ჩვენ საუბრობდით ქალაქის პრობლემებზე და თქვი გადაცემის დასაწყისში რომ იპატიჟების მიუხედავად ამ პრობლემებზე ღია დისკუსიაში მონაწილეობის მიღებაზე იმის დაკავებულობის ასეთი მიზეზი თუ არის განაცხადეს ქალაქის მერმა, მისმა მოადგილეებმა და ყველა სამსახურის ხელმძღვანელებმა, ასე რომ იმედი გვაქვს ჩვენ შემდგომ დისკუსიებში ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ასეთ დისკუსიებში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, გემშვიდობებით ნახვამდის.